Georgia, Georgia! That's what let's go, man! The Fight Hop Podcast. This was his big mistake. Fight for Georgia. მოკლედ მოგესალმებით ყველას Fight Hopper-ებს. ნოსტალგიორგი სართანია რომეო 50 ცენტერაძე, ქართული დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი. დღეს ჩვენთან არის პირველი გოგო, ქალი, უმარი. She loves the gloves და ჩვენ გვიყვარს დუდი. როგორ ახარ დუდი? Yo. მადლობა უპირველეს ყოვლისა დაპატიჟებისთვის, ძლის შედგა ეს შეხვედრა, ცოტა კი გაგვიწელდა ეს პროცესი, მაგრამ როგორც იქნა, აქ ვარ და რავი, ძალიან მაგარი პოდკასტი უნდა გამოგვივიდეს ჩემი აზრით. იმიტომ რომ აუდიტორიაც მაგას დიდხანს ითხოვდა. როგორც გავიგე. ძირითადად ზუსტად აუდიტორიის დამსახურება, ისე როგორც ჩვენი სურვილების და ჩემი აზრით მნიშვნელოვანი კოლაბორაციაა ეს, იმიტომ რომ ეგეთი რაღაცები უნდა იყოს ხშირად. ისე როგორც ჩვენ სულ წუწუნებთ და ვიზახით, რომ აი ბიჭებმა დარბაზებიდან ერთმანეთთან და იურთიერთონ ერთმანეთს შეუწყონ ხელი რომ გაიზარდონ სპორტული თვალსაზრისით. ზუსტად ესევე გვმართებს, ვინც ამ საქმეში ვარ და აი ამ მხრიდან ვარ ჩართული, ჩვენც ამ ხალხს აი ეს ერთმანეთთან კოლაბორაცია გავაკეთოთ. რომ ერთმანეთი გავიცნოთ, ერთმანეთი წინ წავწიოთ და ესე შემდეგ, ესე მნიშვნელოვანია ეს. 100%-ით. ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან ერთად ხარ დღეს შენ და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვება აი ამ კონკრეტულ ეპიზოდს რა. იმედია და რავი, მომავალშიც ყოველთვის ღია ვარ ესეთი კოლაბორაციისთვის, იმიტომ რომ ზოგადად ცოტა ნიშური სპორტი ყოველთვის იყო MMA საქართველოში, ხო და მაინც ეგეთი ბევრი პოდკასტი და რაღაც გამოცდილი ხალხის რაღაც ნახვა უფრო რთულია ჩემი აზრით, ხო? აი და მე მაგიტო ყოველთვის ძალიან მიხარია, როდესაც ისეთ ადამიანს ხვდები და ველაპარაკები, ვინც ამ სპორტს დიდი ხანია რაც თვალსადევნებს და რაღაცნაირად სიღრმეცეულად შეუძლია რაღაც თემებზე საუბარი და დუდი რა მე გეტყვიერს რა მე და შენ ვართ new school რომი არის encyclopedia რა რომი უყურებს მგონი რავი 2000 თუ რაღაც რა nice მე მაგ დროს 7 წლის ვიყავი და When I started training and Georgia-ში თუბი და ყურებას დავიწყე 21 წლის წინ დაახლოებით 2025 წლის 9 აპრილს შესრულდება ზუსტად 20 წელი. რომ გახდება ზუსტად 20 წელი რაც დავიწყე რა MMA-ში ამა თუ იმ ფორმით მოღვაწეობა რა. ეგ ძალიან მაგარია, ძალიან. და მე გეტყვი რა მე როცა დავიწყე, ანუ religiously რო იძახიან ყურება, ეს იყო მერაბი რო შევიდა რა. Okay. და მაგის მერე არ გამომიტოვებია საერთოდ არც ერთი კარტა რა. და მანამდე martial arts-ი ბავშვობიდან მიყვარდა და სულ ვიყავი რა, დაკავებული რაღაც ისე მოყვარულ დონეზე თუ რაღაც ჰობის პონჩი martial arts-ი ყოველთვის მიყვარდა. უბრალოდ ერთი რაღაც მიკვირდა ხოლმე, რომ UFC-ში არასდროს არ იყვნენ ქართველები რა. ეხა მაყაშვილამდე ვიძახი, რა თქმა უნდა რა. მაგრამ მიკვირდა ხოლმე და მეთქი ისე უხეშად რო გამოვიდეს, what the fuck is bullshit მეთქი რა. ანუ რა პონჩი არ არიან ქართველები და მე რა ბირო შევიდა იმის მერე, ჩემ არ ვიცი რა, ისეთი ფანი გავხდი, რომ მართლა გეუბნები სამსახურისთვის დამიტოვებია თავი, რახან კვირას მთხოვდნენ სამსახურში წასვლას რა და ანუ ჩინეთში კვირას არის ესა pay-per-view-ები რა ჩვენთანაც ხო ხო და მაგის მერე რა თქმა უნდა და დუდი გთხო აი შენ მომიყევი ანუ აი შენ როდის საერთოდ კომბატ სპორტი როდის შეგიყვარდა და საიდან მოდის რა შენში თუ შეგიძლია რომ გითხრა რა აუცილებლად ეგ ზოგადად ისეთი
არა რეალური და რაღაცნაირი დაუჯერებელი ისტორია, დაუჯერებელი რა, ისეთი ფანტასტიკური არაფერი არა რეალურად, უბრალოდ იმდენი რაღაც დაემთხვა და ისე არ საიდან აღმოვაჩინე ეს, რომ ცალკე კურიოზია ეს, ხო? ზოგადად, მოკლედ, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ბაბუაჩემს არ ყავდა ვაჟი, შვილი. ყავდი მე და შესაბამისად აი ამ სპორტის სიყვარულმა, რაც სათევზაოდ წასვლა, სანადიროდ წასვლა და ასეთი რაღაცები, ყველაფერმა ჩემზე გადაიარა. და დაიწყო იმით, რომ ბაბუაჩემი ასევე იყო ყოფილი ფეხბურთელი, უყვარდა ძალიან სპორტი და ფეხბურთს უყურებდით და კრივს ყოველთვის. აი ღამე მახსოვს ბავშვობაში როგორ ვისხედით და ვუყურებდით აი კოსტა ძიუს ბრძოლები, კლიჩკო ძმების ბრძოლები, ჩვენს რეგიონში რაც პოპულარული იყო, ხო? ხო და აქედან დაიწყო რაღაც, კრივი მაქედან მომწონდა და აი ესეთ კომბატ სპორტთან და ორთაბრძოლებთან პირველი შეხება ეგ იყო. უბრალოდ მე, როდესაც ცოტა გავიზარდე რაც თინეიჯერობა და ხო თინეიჯერობაში უფრო მუსიკით ვიყავი გატაცებული და მე უკვე უნივერსიტეტში რო ჩავაბარე, პრინციპში ეს სპორტი თითქმის მივიწყებული მქონდა ნებისმიერი სახით. და უცებ ერთ დღეს 2015 თუ 16 წელი იყო, მაგ პერიოდში ძალიან მომწონდა ტატუები. და მინდოდა ტატუს გაკეთება. აი ამ ტატუს ჯერ კიდე მაშინ ვგეგმავდი ეგრე ვთქვათ და ძალიან ბევრ რაღაც სხვადასხვა სოციმედიაში გვერდებს ვაფოლოვებდი და რაღაც ჩემს ესკიზს ვეძებდი ეგრე ვთქვათ რა. და რაღაც პერიოდი მოკლედ ერთსა და იმავე ადამიანის სურათი ხდებოდა ეგეთ პეიჯებზე ძალიან ხშირად რა. და მე ზოგადად ძალიან არ ვერკვევი, ძალიან ცუდად ვერკვევი ფილმებში და ეგეთ რაღაცებში რა, აი პოპ კულტურას რასაც ეძახიან, ხო? აი მაგალითად ინტერსტელარი დღემდე არ მაქვს ნანახი რა, ეგეთ რაღაც დონეზე რა. ხო და უცებ, ეს ტიპი ვინც ხდებოდა ამ სურათი, ხო, ამ ბიჭის და მეგონა რომ ვიღაც მსახიობი იყო რა და უბრალოდ რაღაც კომენტარებში ვნახე მის სახელი და გვარი და დავგუგლე. და ეს სახელი და გვარი იყო კონორ მაგრეგორი. ეს არის ის პერიოდი ხო, ფაქტობრივად კი, 100%. ოღონდ ყველა საინტერესო ყველაფერში ის არის, რომ კონორი მაგ პერიოდში აქტიური უკვე აღარ იყო UFC-ში. რეალურად უკვე მეორე კამარიც ჰქონდა მოპოვებული და ის პერიოდი არის, როდესაც თავისი პოპულარობის პიკზე არის ასული, GQ-სთან აქვს ფოტოშუტები და რაც სურათების გადაღებები და აქედან გადმოვიდა ამ რაღაც, ამ პეიჯებზე რა, ამ ტატუს პეიჯებზე. ხო და ეს ტიპი რო დავგუგლე რა, პირველი რაც ამომიგდო იყო მისი ვიდეო ჟოზე ალდოსთან ბრძოლის. და ეგეც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ბრძოლა იმდანად მოკლეა, ხო, 13 წამში დაანოკაუტა ჟოზე ალდო რა. რომ უცებ ჩავრთე ეგრევე ვნახე და მეთქი ეს რა არის? აქამდე რანაირად მიმალავდით ამ ყველაფერს, ხო? იმიტომ რომ ისევ და ისევ კრივი მიყვარდა, რაღაც ორთაბრძოლები მიყვარდა, მაგრამ რო შერეულია ორთაბრძოლები არსებობს, საერთოდ არ გამიგია არასდროს რა. და მეთქი ოკეი, ეს არის რაღაც ძალიან მაგარი რაღაც რა და აი შენასაც თქვი religiously უყურება დავიწყე რა. აი ეგრე ვიყავი პირველი წამებიდან ალბათ რა და იმდენად გამიტაცა ამ ყველაფერმა რა, რომ მაშინ წარმოიდგინე ეგ გარანტიას გაძლევ რომ უფრო ადრე რო აღმომაჩინე ექსპორტი და მაგიტომაც რომის ძალიან ახლა მშურს ავით რა. შენი ქებოდი strawweight fighter. I would be coming for that belt, man. Zhang Weili better prepare. Strawweight ვერ ვიქნებოდი, ალბათ უფრო atomweight-ი, მაგრამ UFC-ში atomweight-ი სამწუხაროდ არ არის, მაგრამ ნახან არა. ხო, რამეს ვიზავდი რა, ცოტა კუნთოვან მასას მოვიმატებდი. ხო და ეგ უეჭველი რა, მაგრამ მე უკვე ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე 23 თუ 24 წლის რა და მე კარგად ვიცი, იმიტომ რომ ფეხბურთი მაქვს რაღაც ნათამაშები ამერიკაშიც და ვიცი დაახლოებით რა დიდი სხვაობა არის დონეებში და მით უმეტეს როდესაც მაგალითად ბავშვობიდან ვიღაც რაღაცას აკეთებს და სპორტით არის კონკრეტულ სპორტში არის ჩართული რა და უბრალოდ ვიცოდი რომ სერიოზული ასპარეზობისთვის და მომზადების რაღაც დასაწყისისთვის ძალიან გვიანი იყო რა და აი ვიფიქრე რა შეიძლება გამეკეთებინა რა იმიტომ რომ მართლა ყველაფერი ყველანაირი დრო ამ სპორტს მიქონდა რა აი უნივერსიტეტში ვსწავლობდი კი არა და მაშინ უკვე მგონი ვმუშაობდი ხო ვმუშაობდი უკვე
პარალელურად ელექტრონული მუსიკოსი ვიყავი და იგი იყო ჩემი ძირითადი რაღაც აი სიყვარული და ყველაზე დიდი სიყვარული და თან ლაივებს ვუკრავდი და ვწერდი, მაგრამ აი შუალედებში რა დროც იყო, აი დღე და ღამე აი ამ სპორტით იწყებოდა, მთავრდებოდა რა, ბრძოლები, ანალიტიკური გარჩევები და ეგეთი რაღაცეები რა. და უცებ რაღაცნაირად ისე დამიგროვდა ეს ყველანაირი ცოდნა, რომ საბოლოო ჯამში რაღაცა გადაიზარდა ამ გვერდში, ეგრეთ ვთქვათ. უბრალოდ პლუს ის არის, რომ წერა ისედაც მეხერხებოდა ბავშვობიდან, უბრალოდ ქართული არ ვიცოდი და მაგიტომ ქართულად ამ სპორტზე წერა ცალკე რაღაც საინტერესო მომენტია ალბათ. ხო და საბოლოო ჯამში ეგრე მოხდა, ხო, რომ ეს სპორტი ეს აღმოაჩინე და დღეს ვარ იქ, სადაც ვარ და ეს არის პრინციპში ჩემი ძირითადი საქმიანობა ამ მომენტისთვის და ჩემზე ბედნიერი ადამიანი მართლა არ არის მაგ ფაქტში. ზოგჯერ მართლა არ მჯერა რა. Big respect. მადლობა. მაგარი, როდესაც შეგიძლია MMA-ით დაკავდე, 90% შენი საქმიანობის იყოს სპორტზე წერა, სპორტზე საუბარი, რაღაცების გაკეთება, გადაცემის, ვლოგის და ასე შემდეგ, ეს დაამართლა ფუფუნებაა და გილოცავ და ესე ყოფილიყავი მთელი ცხოვრება თუ მოგინდება შენ და სხვა მიმართულებით არ წახვალ, იმიტომ რომ ძალიან მაგარია. თავისუფლება. მადლობა. ამდენადაც შეიძლება ადამიანი იყოს თავისუფალი, ალბათ ეს არის მაქსიმუმი სპორტის ჟურნალისტი რო ხარ რა. რომელი აი იყო, ანუ მე ვაპირებდი რომ მე თქვა რომ მე გეკითხა რომ აი მე მახსოვს მაგალითად პირველ თავიდან რომ დავიწყე თქვა ვარჯიში ყურება რაღაცა, ვინ იყო ჩემი შთაგონება, ინსპირაცია, მებრძოლები რა. და შენთვის ახლა გასაგებია რომ მაგრეგორი იყო, მაგრამ მაგრეგორის ანუ ვინ იყო მაშინ ეგეთი, აი ვინც აიყო ხო, კი, მადლობა. ძალიან კაი კითხვა, იმიტომ რომ მე რეალურად მანდ მივდიოდი და ანუ რაღაც სხვაგან გადავუხვიე. ანუ მაგრეგორის პირველი ბრძოლა ვნახე ძალიან გვიან რა, წარმოიდგინე. პირველი ბრძოლა მაგრეგორის რაც ნახე იყო მისი კრივში შეჯიბრი ფლოიდთან. ანუ აი ხო ხდები, ხო, აი სულ სხვაგან, მაგრამ მანამდე უკვე მქონდა დაწყებული MMA-ის და UFC-ის ყურება რა. უბრალოდ აი კონორი იყო რაღაც კატალისტი, რომელმაც დამეხმარა რაც დანარჩენი UFC-ის და ზოგადად MMA-ში აღმოჩენისთვის, თორე აი რავი რა, ანუ კონორი ძალიან გვიან ვნახე რაღაც ლაივში მისი ჩხუბები, ხო და რაც ვნახე არც ისე კაი იყო რეალურად ობიექტურად უკვე, იმიტომ რომ ჯერ იყო ფლოიდი, მერე ჰაბიბი და მერე უკვე The downfall. ხო და დასაწყისშივე the downfall like no other man like wow ანუ ყველაფერს მოხერხება უნდა მგონი და ამ კაცმა ეგეც მოახერხა ხო და რეალურად ანუ საყვარელ მებრძოლად როგორც ასეთად დავასახელებდი GSP-ს და ამაში ახლა კომფორტულად ვარ, იმიტომ რომ უკვე კარიერა დაასრულა რა. თორე ეს ზოგადად ანუ აქტიური მებრძოლებზე ვცდილობ ეგრე არ ვიყო რაღაც, ანუ ეგეთი განწყობა არ მქონდეს მათ მიმართ, ხო, რაღაც აი საყვარელ მებრძოლად რო დაასახელებ, ხო, ვიღაცას, იმიტომ რომ მაინც რაღაც მინდა რომ ეს ობიექტურობა შევინარჩუნო. მაგრამ პირველად რასაც დავაკვირდი, რომ ერთი ადამიანის ბრძოლებს არასდროს რაღაც არ ვმაზავდი ეგრე ვთქვათ, ხო? და აი, როდესაც კარდი ცხადდებოდა და რო ვნახავდი, მეთქი ეგ უეჭველია, აქ უეჭველი უნდა გავიღვიძო ძალიან ადრე და რაც შესაბამისად მომემზადო, ალბათ Holloway იყო. აი, საიდან რატომ არ ვიცი, მაგრამ რატომღაც ძალიან მომწონდა და მხიბლავდა მისი სტილი რა. და ნუ რა თქმა უნდა, ისევ GSP და უბრალოდ მაგაშიც არ გამიმართლა თითქოს რომ GSP-ის კარიერის ძირითადი ნაწილი გამოტოვებული მქონდა, მაგრამ ეგ არაფერში ხელს არ მიშლის, ანუ რეალურად ყველა ბრძოლა არაერთხელ მაქვს ნანახი GSP-ს, აი მისი სერასთან და BJ Penn-თან ბრძოლების ჩანაწერი, რავი, ალბათ ერთ-ერთი ჩემი საყვარელია, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ GSP-ს ხო ძალიან აკრიტიკებენ, რომ რაღაც ანუ კარიერის მეორე ნახევარი, ეგრე ვთქვათ, უფრო ჭიდაობაზე იყო ორიენტირებული და ეგრეთ წოდებული მოსაწყენი ბრძოლები ჰქონდაო და ჩემთვის მოსაწყენი მაგ ბრძოლებში არაფერი არ არის აბსოლუტურად და სხვათა შორის GSP BJ-სთან მგონი ჰქონდა ეგ, ну ზოგადად სხვა ჩხუბებში იყენებდა მაგას, მაგრამ აი ეს დარტყმა მუხლების, ანუ პარტერში მუხლებით დარტყმა სხეულში მეტოქისთვის რა. აი ეს არის ჩემი საყვარელი ილეთი ზოგადად, როდესაც მე ვარჯიშობდი და რაღაც რატომღაც აი ყველაზე მეტი ძალის გენერირება თითქოს მანდ ვიგზენი და აი ძალიან მომწონს რა და ამიტომ ესეთი
რო ვთქვათ, at least გძლადდი that's პასუხი legal. Yeah, that is legal. და ეხლა თავშიც არის legal. Yeah. და სწორიცა უნდა იყოს რა. და ნაკლები სტოლინგი იქნება და ამ შემდეგ. აა ყველა საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ აი რო გეუბნებით აი უყურეთ, გადახედეთ ბრძოლებს, ნახეთ ისტორია სპორტის და ესე შემდეგ. აგერ გოგონს მაუ გაგასწროთ უყველას ბიჭები საყურადღებოდ ვიყი, ძალიან ბევრს ვეუბნები, იმიტომ რომ არ იციან საიდან მოდის, სად დაიწყო ამ სპორტმა, ყველა ტრანსფორმაცია განიცადა და როგორი ისა იცი? პატარა შვილი რო ყავს რა და 20 წლის მერე სურათებს რო ათვალიერებ 20 წლის წინანდელ და რა სხვანაირი ყოფილხარ რომ ეუბნები შვილო რა სიტუაცია ჩემთვის რა აბსოლუტური ტრანსფორმაცია განიცადა პატარა იმებში დარბაზებიდან გადაიწყეს და ხარ ამხელა არენებზე არიან და კარგია თუ კი გადახედავთ ყველა ფანების საყურადღებოდ მე ძალიან მე როგორ ვფიქრობ ის რაც უფრო მაღალი დონის მწოდნე ფანები გვეყოლება საქართველოში უფრო სწრაფად გაიზრდება თვითონ სპორტიც. იმიტომ რომ რასაც ცხადია კი. იმას აწვდის სპორტსმენი მე ძალაუნებურად და როცა გვეყოლება განათლებული ფანები, რომელსაც თქვა აი single leg იციან რა არის, double leg იციან რა არის, განსხვავება იციან პოზიციები, რაღაცები ელემენტარული ესმით, ეს ზრდის ჩემი აზრით სპორტის დონეს ქვეყანაში, იმიტომ რომ თქვა ფეხბურთი რო ავიღოთ რა ფეხბურთი უკვე ყველგან ყველას ესმის და რამხელა ყველა ქვეყანაში მაღალ დონეზეა უკვე ფეხბურთი, იმიტომ რომ თვითონ ფანებს ყველას ნათამაშებია, ყველა მისი ტაქტიკა, ყველას ესმის რაღაცა, ყველა პროფესორია ფეხბურთში. ჩემი აზრით MMA-ში სადღაც მაგ დონეზე თუ მივალთ, კარგი იქნება. ისე სხვათა შორის გუშინ BKFC-ზე ვიყავით და ვიცო მოიგო, ვაბლაიზემ ვიცო გილოცავ ძმა ხარ. შონ ბრეიდი ყავდა ხო კუთხეში? და ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო და მაგრეგორზე გამახსენდა რა უბრალოდ სუპერვარსა კინოვარსკვლავი არისო გიომ წეღან თქვა ფაქტიურად და აი როგორ შემოვიდა იცი აი რაღაცა შემოვიდა რაღაც იმით საუნდტრეკიც და მე ის გაიხადა და სცენაზე დაარტყა ესე წრეები და ნუ ეს შოუ გაგვიკეთა რა შემოსვლის ენტრენსი გაგვიკეთა მე დაჯდა და არ ვიცი რა პრეპარატზე ზის, მაგრამ ტიპი ერთ ადგილას ვერ ისვენებს ვაფშე რა, არ ჩემდება ერთ ადგილას რა, ჩემ ბავშვზე უფრო მეც მოძრაობს რა. Listen, shout out to McGregor. He did a lot and he's still doing a lot for the sport, but რომი სანამ გადავალთ რა, მე მინდა რაღაცებს შევეხო, დუდი ახსენა, 1-2 რაღაც მინდა რომ უთხრა რომ შენ რო იყავი ილია და Max Holloway-ის ბრძოლაზე პრეს კონფერენციებზე აი მაშინ ეხა ახსენე რომ Max Holloway იყო შენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მებრძოლი და მე მინდა რომ დიდი პატივისცემა მოგცე შენ რახან შენი კითხვები ყველანაირად იყო აი მართლა არანაირი კუთხიდან არ მოდიოდა შენი კითხვები როგორც ქართველი რომ რაღაცა რო გინდა ჩაუგდო რომ აი ბოლოს საქართველოს ახსენო და გაგვადიდო ოღონდ ამას ცუდად არ ვიძახი რა თქმა უნდა ყველას გვიყვარს საქართველოს და ვიცი რომ ილიას გამარჯვება გინდოდა მაგრამ მე ვიგზენი ეს რა შენ რო თქვი ხა გამახსენდა რომ შენ მართლა გიყვარს ეს ადამიანი რა როგორც კი და ეგ იყო ცოტა რთული მაგ პონჩი ხო აი მაგ კუთხით რთული იყო ემოციურად იმიტომ რომ მაგრამ ნუ რა თქმა უნდა მე ილიასკენ ვიყავი და ნუ მაგას არც ვალავდი და პროგნოზიც ილიაზე მქონდა გაკეთებული მაგრამ but you acted with class you showed class and I love that about you და მე კიდე ანუ ილიამ დაამარცხა რა თქმა უნდა Max Holloway და მეორე ახსენე კიდე შენი ფავორიტი მებრძოლი GSP რომელის რეკორდი მერაბმა მოხსნა ტეიქდაუნებში პირველ რიგში იმას ვამბობდი წეღან რომ მერაბის ფაქტი ნუ რეალურად მერაბი რო არა ეს გადაცემას არ იარსებოდა და მერაბმა გაგვაცნო ერთმანეთი მაშინ მე და მერაბთან ერთად ვარჯიშობდი მე Long Island-ში და გიოსთან ერთად მე ერთობლივი რაღაც ერთი ეპიზოდი გავაკეთეთ და მე იყო მე და გიომ უკვე ესე სისტემატიური გავხადეთ და სისტემატიური ხასიათი მივეცით უკვე ამ ყველაფერს და დანარჩენი უკვე ისტორია რა და ძალიან ვამაყობს სხვათა შორის იმ ფაქტით რომ კაცი არავის არ მინახავს არავის არ შევხვედრი ვარ ცხოვრებაში და უკვე 6 წელია თითქმის მე და გიო ესე მივდივარ ეგრე შორიდან მაგინებს რა გაროჩი
რა ესე ეგა მოვიდა. მე ნამდვილი მეგობრობა. Exactly. გაჩერებას რა. ერთხელ უნდა შევხვდეთ სამივე, სადმე შევიკრიბოთ, სადმე Listen, შუაში we're რა gonna ვიცი. meet in Fabrica, of course. Where else, you know? აუცილებლად. რა პრობლემა. All roads lead there. მე მქონდა კითხვა, მაგრამ გადამივარდა თავიდან. ამომივარდა, იმიტომ რომ 4 საათი მეძინა სულ და შენ დაიწყე და მე ხა გამახსენდება ყველაფერი რა. ხო, მაშინ როგორც თქვი, transition გადავიყვანოთ ეხლა რა თქმა უნდა მერაბზე რა. კიდე ბევრი ახალი სიახლეები არის და მინდა შევეხო, ანუ არა მარტო მერაბს, თლიანად ქართულ MMA-ს მდგომარეობას UFC-ში 2025 იქნება ჩემი აზრით ყველაზე დიდი, იმიტომ რომ ბევრი მოლოდინი არის. სხვათა შორის ვნახე ეხლა კიდე გონი შენ დადე, ხო? თუ არ ვცდები, ალექსანდრე თოფურიას ჩამოეხსნა. და ახალიც უპოვეს უკვე. ხო და ახალიც უპოვეს, ეს ძალიან მაგარია, მაგრამ მე შევეხოთ კიდე რა. დაუბრუნდეთ ამ თემას, მაგრამ მოდი მართლა ამ საუბარი გავაგრძელოთ მერაბის ბრძოლაზე. რა თქმა უნდა, დაამარცხა აი მითიური ოჯახი MMA-ში, მგონი Gracie-ის შემდეგ ეგეთი დიდი სახელი არ არსებობს MMA-ში, რომელიც არის ნურმაგომედოვების ოჯახი. და მოდი აი ეხა ვიცი რომ ყველგან უკვე დაღეჭილი არის ეს თემა რა და მინდა რომ ანუ შენი რაღაც summary გავაკეთოთ და ისეც არ მინდა რომ მართლა იგივე კითხვები დავსვათ რომ ყველგან მოსმენილია და მინდა ვახსენო ლუკ თომასი რა შენ ქონდა მაგასთან ინტერვიუ ლუკ თომასთან და აი ლუკ თომასი არის მართლა ერთ-ერთი ყველაზე ჩემი აზრით ყველაზე კარგი ანალისტი რა და რომის უყვარდა არა ესეც მიყვარს კაცო რა სულელია პირიქით თან ძალიან გამიხარდა რომ ქართველი აუდიტორიისთვის ჩაწერა ინტერვიუ რა იმიტომ რომ ვიდეოსაც არის დაპირებული ჩვენზე სპეციალურ ვიდეოს 5 წელიწად წინ თქვა მაგრამ 5 წელია ველოდები და ჯერ არ დაადგა საშველი და ვნახოთ რა მაგრამ ლუკ თომასი მახსოვს შავით მარო ქონდა და წვერი სავიდან ბოლომდე რა MMA ბიტზე რომ მუშაობდა და გამორჩეული იყო ეთყობოდა განათლება ეთყობა სიტყვა პასუხი ძალიან ბევრი დიდი სიტყვების მარაგი აქვს ეთყობა რომ ციგნებს კითხულობს ადამიანი და ყველაზე მეტად ყოველთვის რაც მომწონდა ლუკ თომასში იყო ის რომ ეს სპორტი რეალურად ხო ეს სპორტი არის ძალიან ცოტა ადამიანს იპოვი ამ სპორტში რაც უფრო ღრმად შედიხარ ამით რომ უკეთ ხვდები ამას რომელსაც ესმის მორალი და ზნეობა აქვს მაღალი რა ძალიან ცოტა ეგეთი ადამიანი რეალურად ამას ახლა ვერ უარყოფ მე პირადად ვერ უარყოფ ეგრე ვფიქრობ ეგრე ვხედავ რა და ამ ადამიანს არ დაუკარგავს შინაგანი ღირსება არ გაყიდულა არაფერზე და მიუხედავად იმისა რომ მაგას რაღაც ზეზე თვალი რო დაეხუჭა თავის დროზე დღეს იქნებოდა ყველაზე ცნობადი ჟურნალისტი MMA-ის მსოფლიოში რა მაგრამ ზუსტად თავისი მაღალი ზნეობის გამო არ არის ჩემი აზრით იმიტომ ცოდნით ხა თუ ავიღებთ ჟურნალისტებს და მედია იმებს ხო მაგას ბადალი არ ყავს პირველია რა ამ სოფლიოში ხო და რომი მოიცად მივიდე იმ კითხვამდე რამდენი ვიბაზრე და კითხვა ბოლოს ვერ დავსვი რა და რა მაინტერესებს იცი დუდი შენი შეგრძნება მაინტერესებს ლუკ თომასთან საუბრის შემდეგ თუ რაც დაბეჭდილება ქონდა მერაბზე იმიტომ რომ ვიცი რომ მერაბი არ ყავდა ამორჩეული როგორც ანუ ფავორიტი რა და პრაქტიკულად ფაქტიურად გონი აი ძალიან ბევრი ანალისტი უარზე იყო უმარი მერაბის გამარჯვებაზე რა და ანუ რა საბეჭდილება დაგჭა და რა გზნობა იყო მისი შეხედულება და შენი შეხედულების განსხვავება თუ იყო რამე თუ შეგიძლია რომ მოგვიყვე რა ეგ ძალიან კაი კითხვაა, იმიტომ რომ შენახსენე ჩემი ინტერვიუ მასთან და რეალურად ვინც იცის და ვინც არ იცით, გეტყვით რომ ეს ინტერვიუ ჩავწერეთ ილიას ბრძოლამდე. ანუ ოქტომბერში, ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც მერაბის და უმარის ბრძოლა ჯერ კიდევ გამოცხადებული არ იყო და მხოლოდ აი ეს პირველი ჩურჩულები გვესმოდა მაგაზე. და ზოგადად მთელი ის ინტერვიუ უნდა ყოფილიყო UFC 308, ანუ ილიას და მაქს ჰოლოვეის ბრძოლის პრევიუ.
იმიტომ რომ ლუკი ავახსენეთ, ხო ლუკი მეც ძალიან მიყვარს, წლები ერთი ალბათ რამდენი წელიც MMA-ს ვუყურებ, ალბათ დაახლოებით მაგდენი წელი ლუკს თვალს ვადევნებ. და რომი რასაც თქვა, ყველაფერში ვეთანხმები აბსოლუტურად. ანუ უსასრულოდ კომპეტენტური ადამიანია, განათლებული. მაგრამ სამწუხაროდ არ არის იმდენად წინ და იმდენად პოპულარული რაღაცნაირად და რაც აი მეინსტრიმში გაბაზრებული ეგრეთ ვთქვათ, რამდენადაც უნდა იყოს იდეაში, ხო? მაგრამ ეგ სხვა საკითხია. ხო და როდესაც დაიწყო საუბარი ამ მერაბსა და უმარის დაპირისპირებაზე და საუბარი დაიწყო პრინციპში იმ მომენტში, როდესაც მერაბმა კამარი აიღო მართლა პირდაპირ მნიშვნელობით გადასცეს კამარი ოქტაგონზე და ეგრევე გადავიდნენ ვიდეოთი უმარზე, ხო? და ეგრევე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს არის შემდეგი ეგრეთ წოდებული ჩელენჯერი, ხო? და რა მომენტშიც ეგ ითქვა ზოგადად, აბსოლუტურად ყველა ანალისტმა, ანალიტიკოსმა და ჟურნალისტმა და ასე შემდეგ და ზოგადად ექსპერტმა ეგრეთ წოდებულმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მერაბი ამ ბრძოლაში იყო, თითქმის უშანსოდ. და ფაქტობრივად რა, მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, შეიძლება კერძოდ ლუკისგან არა, მაგრამ ზოგადად, აი ეს მასობრივად სურათი რაც დაიხატა, იყო ის, რომ აი მერაბს ეს კამარი აქვს დროებით და აი რა მომენტშიც შეხვდება უმარს, იმ მომენტში მერაბი კამარს დაკარგავს, რადგანაც უმარი იყო მერაბი 2.0 ეგრეთ ვთქვათ, ხო? ანუ მერაბის უკეთესი ვერსია, რომელმაც ყველაფრის გაკეთება შეეძლო, რაც მერაბს შეუძლია, ოღონდ უკეთესად რა, აი ეგრე იყო შეფუთული. და ლუკმაც მსგავსი რაღაც გააჟღერა რა, ლუკმაც ისაუბრა იმაზე თავის რაღაც მიმოხილვებში და ეს UFC ნოჩეს შეჯამებაში და მერაბის გამარჯვების შეჯამებაში, რომ ხო, აი უმარი მოდის და მოვემზადოთ ყველანი რა, მესაია მოდის რა, ეგრეთ ვთქვათ. ხო, GSP-ს და ჯონ ჯონსის და ყველას მეორედ მოსვლა. ზოგადად, რავი, ანალიტიკოსები მოდი პირდაპირ ვთქვათ, ხო? და მეც მაგას ხშირად ვამბობ, რომ MMA იმდენად არაპროგნოზირებადი სპორტია, რომ რაღაც პროგნოზები, ხო, და აი შენი აზრები, ჩემს რაღაც გამომწერებსაც და ვინც მიყურებს და რაღაც ვისაც ველაპარაკები, ყოველთვის ვეუბნები რა, რომ მე ვამბობ იმას, რისიც მჯერა რაღაც ობიექტურობის დონეზე, ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან დიდი ავარაუდი იმის, რომ არასწორი აღმოჩნდები რა და ამაში მე დიდ პრობლემას ვერ ვხედავ რა რეალურად და განსაკუთრებით როდესაც ისეთი ადამიანები საუბრობენ და პროგნოზებს აკეთებენ როგორც არის ლუკ ტომასი, ხო? ვინ ვარ მე და ვინ არის ლუკ ტომასი, ხო? წლებია უყურებს და უვარჯიშია კიდეც გრეპლინგში ძალიან კარგადი რაღაც ერკვევა და მოკლედ ყველანაირად მჯობნის მე, ხო? ამიტომ როდესაც ადამიანი აჟღერებს თავის აზრს, რომელიც ჩემისგან მკვეთრად განსხვავდება და მე მართლა მეგონა, რომ კი, უმარის სახიფათო მეტოქი იყო, მაგრამ თლად ფავორიტი არ უნდა ყოფილიყო რა. და უცებ როდესაც გესმის შენი რაღაც საყვარელი ანალიტიკოსისგან ეგეთი მოსაზრება და ისეთი რადიკალური ფორმით გამოხატული, ხო? მქონდა ეკითხვა და მაგიტომ როდესაც დავითანხმე ლუკი ამ თოფურია ჰოლოვეის პრევიუზე ერთ-ერთი კითხვა გავფლანგე გადატანითი მნიშვნელობით ამ ბრძოლაზე, რომელიც ჩანიშნული ჯერ არ იყო და გავფლანგე რატო ვამბობ, ხო? იმიტომ რომ როდესაც გაქვს რაღაც ინტერვიუ და კონკრეტულ დროებში ხარ შეთანხმებული, ხო? ადამიანთან 20 თუ 25 თუ 30 წუთი გაქვს სულ, ხო? ძალიან შეზღუდული ხარ იმ კითხვების რაოდენობაში, რაც შეგიძლია დაუსვა და როდესაც აქცენტი მიდის ჰოლოვეი თოფურიაზე, უცებ რაღაც პოტენციურ ბრძოლაზე საუბარი ცოტა ყოველთვის ვერ შეძლებ მოკლედ რა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე რაღაცნაირად ჩაწერის დროს, რომ მაინც ვკითხავ თქო რა, იმიტომ რომ იმდენად არ მესმოდა ამ პოზიციის რა, იმიტომ რომ მართლა მინდოდა ვინმეს აეხსნა ჩემთვის რატო უნდა ყოფილიყო უმარ ნურმაგომედოვი ასეთი ფავორიტი მერაბ დვალიშვილთან. და როგორც კი მომეცა ეგ საშუალება, პირველი ეგ ვკითხე ლუკს, და მაშინაც მითხრა. ხო. და მაგ კარდის პრევიუ ლუკთან მაგიტომაც მინდოდა ზუსტად, იმიტომ რომ ლუკი იყო ერთ-ერთი პირველი
ადამიანი, ვინც ილია თოფურიაზე საუბარი საერთოდ დაიწყო წლების წინ, ხო და წლების წინ უწინასწარმეტყველებდა მას ჩემპიონობას. და მაგიტომაც მინდოდა და მაგიტომაც არ მესმოდა რატო იყო ეგეთი მიკერძოებული უმარის მიმართ რა. ხო და ნუ მოკლედ მაშინ ვკითხე ხო და აი ეს სიმართლე გითხრა რაც მიპასუხა მაინც ვერ გავიგე ანუ ვერ გავიგე რა მაინც ვერ დავეთანხმე ან დამგვენი შემეთყო კიდეც იმ ინტერვიუში მაგრამ ნუ მისი პასუხი გასაგები იყო უბრალოდ რავი მაინც ანუ მე ჩემს აზრზე დავჭი რომ შეიძლება ხო თეორიულ დონეზე შეიძლება ყოფილიყო უმარ ნურმაგომედოვი GSP-ს და ჯონ ჯონსის მეორედ მოსვლა უბრალოდ მაგისი ჯერ არაფერი დაუმტკიცებია თქო რა და ეგ იყო ჩემი პირადი მოსაზრება და რავი როგორც ნახეთ რაღაც მომენტში გამართლდა ხო და ისევ ანუ ეგ ეხლა გამიმართლა და მართლა რაღაცნაირად ამიხდა ეგ პროგნოზი და რაღაც მაგრამ ნუ შემდეგ ბრძოლაზე ალბათ საშინლად ავილეწები და რაღაც სისულელებს ვილაპარაკებ ამიტომ might enjoy it while I can ხო ხტები ძალიან არა ეგ ძალიან რამდენად როგორიცაა იცი ძალიან ხშირად მინახავს ეგეთი რაღაცეები და ძალიან ხშირად აი დიდი ხანი რო ხარ სპორტში და უკვე გადმული რო გაქვს ფესვები ხო შეიძლება რაღაცეები გამოგჩეს რა იმიტომ რომ ზედმეტად ღრმად ხარ შესული და ცოტა გვერდიდან გამოსვლა გვერდიდან შეხედვის უნარი ცოტა დაქვეითებული გაქვს რა და ზოგჯერ შენს მერე ვინც მოდი და შედარებით ახლები ვინც არიან იმათ უფრო სუეჟია ესეთი ნედლი ხედვა აქვს რაღაცეების და რაღაცეები შეუულიათ შენზე უფრო კარგად დაიჭირონ რა არის ეგრე რა და არაფერი არის მაგაში საწყენი და გასაკვირი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ასე რომ თან ისიც არის ჩემი აზრით რომ აი ძალიან ხშირად ყველაზე ხშირად ეს ხდება როცა პრედიქშენები და რაღაცები არის ყველაზე ხშირად ავიწყდებათ ადამიანებს ფაქტორი კარდიო რა ხდება რა ემართება ადამიანს როდესაც იღლება მაგალითად შეიძლება ეს იმის ბრალია რომ შეიძლება ვიღაცას არ უბძოლია და მაგიტო მაგრამ არიცის რამდენად საშიშია ის დაღლის მომენტი კი ხო დაიღლები ჯობია გიგიჩვენია კუბოში ჩაწვე ვიდრე იქ დაღლილი იყო რა მაგრამ თქვენ დაღლისტანზე ლაპარაკობთ რაზე დაღლისტანზე ხო დაღლისტან Whoa. That was cheap, but it's a good ride, you know what I'm saying? იმიტომ გუშინაც იგივე მოხდა, ფაქტობრივად Houston. ხო, მაგრამ ხო, ეგ ძალიან დიდი ის არის, რა ქვია, როდესაც ორი ადამიანი იბრძვის. ერთი და შენ ვისაც არ უნდა როგორ მიაჩნდეს, რომ ეს ჯობია თუ მოიგებს თუ არა, ხო? ერთი რო იღლება. მეორე ხდება უფრო ტექნიკური მე, რაც უნდა თავიდან ის უფრო მაგარი იყოს. ვინც არ არის დაღლილი, უფრო ის ხდება უფრო ტექნიკური მე. ეს არის, that's the bottom line, რა. და აი ეს შეიძლება ამას ვერ ითვალისწინებენ. ან შეიძლება ვერ წარმოედგინათ, რომ ნურმაგომედოვი ესე დაიღლებოდა ბრძოლაში. მაგრამ დღის ბოლოს კამერი დაგვჭირ ჩვენ და ეს არის ყველაზე მთავარი. და ესე ყველაზე ესე მნიშვნელოვანი ამ წუთას არის ის თუ რა იქნება შემდეგი. თუნდაც მერაბისთვის და თუნდაც ილიასთვის რა. და მე ჩემი აზრები, მაგრამ მინდა შემდეგი რო იყოს. გიოსას თავისი აქვს და თუ მაგაზე თუ შეგვიძლია ვისაუბროთ, იმიტომ რომ ხალხს ძალიან აინტერესებს, ყველა მაგას მეკითხება ეხლა, რომ აი მომდენო ამას უნდა ეჭყუბოს, ჩემი აზრით ამას უნდა ეჭყუბოს, შენი აზრით ვის უნდა ეჭყუბოს. გადავიდეთ მაგაზე რომი, უბრალოდ სანამ გადავალთ, ანუ რა უნდა იყოს მერაბისთვის შემდეგ, დუდი მაინტერესებს რამდენად გმაყოფილი ხარ შეფასებაზე, მერაბის შეფასებაზე ამ გამარჯვების შემდეგ, რამდენად გმაყოფილი ხარ თუ გონია თუ მაინც რაღაცა გამორჩა თუ რამდენად არის ახლა მერაბი ანუ appreciated if you know what I mean. And I think he is, რავი, რაც ბოლო დღეებში ლუკმა დადო live chat-ისთვის ბოლომდე არ მიყურებია ჯერ ვერ დავეწიე ჯერჯერობით, მაგრამ morning combat-ზე რაც ილაპარაკეს, პრინციპში უმეტესწილად დავეთანხმე ყველაფერში. ერთადერთი კიდე რასაც დავამატებდი არის ის, რომ და ამაზე სხვათა შორის ჯონ ვუდთან ვისაუბრეთ ინტერვიუში მერაბ დვალიშვილის მწვრთნელთან. არ ესმით ბოლომდე კულტურული საკითხი. აშკარად არ ესმით და აი მერაბის მენტალობა აი სულ სხვანაირად აღიქვავენ ყველაფერს აბსოლუტურად რა და მერაბი ალბათ ამ მომენტისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე
misunderstood მებრძოლი UFC-ში. იმიტომ რომ ნუ კულტურულად მაინც ვერ წვდებიან და ნუ რა ალბათ რომიც დამეთანხმება რომ როდესაც ანუ ამერიკაში ცხოვრობ და ამერიკელებთან შეხება გაქვს, შენს გესმის რაღაცები, ანუ იქაური კულტურის და შენი კულტურის, ხომ? და ეს ჯახი, ანუ შენ კარგად ხვდები, სად ხდება რა? და რა არის ეს საკვანძო მომენტები, რაც გამორჩათ, ხომ? თუნდაც ანუ ის რომ მერაბი ძალიან ემოციური მოეჩვენათ და ძალიან გაბრაზებული და უჩვეულოდ და რაღაც ანუ რაც ჩვენ კარგად ვიცით რა რომ ანუ ეგ მერაბისთვის ახალი არაფერი არ იყო და ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა რომ ანუ რა იყო იმ ბრძოლაში მაგალითად მნიშვნელოვანი მერაბისთვის და რატო იყო ისეთი როგორიც არის ხო? აი ეგ მაგას ვეტყოდი რომ დღემდე რაც ლუკის გარჩევებში და რაღაცებში შევამჩნიე ალბათ ეს არის ხო ზუსტად მაგრამ ნუ ეს მხოლოდ ლუკს არ ეხება ზოგადად ნებისმიერ ამერიკელს ზოგადად უცხოელს ახასიათებს რაც დავინახე და ნუ ძალიან ბუნებრივია ამის გამო ხო ხდები რაღაც ანუ კრიტიკულად არავის ვუდგები რა და მჰმ განსაკუთრებული მიდგომა ალბათ საჭირო რომ მოვიპოვოთ, იმიტომ რომ არ მასოკას ერთეულებს აღგულისხმობ. ეხლა მე ამერიკელი მეგობარი მყავს საქართველოს რუქა ახატია და დროშა რა, ისე უყვარს ჩვენი ისტორია, მაგრამ ის სხვა დონეზეა ინტელექტუალურად, აკადემიურად და ესე შემდეგ. ზოგადად ადამიანებს მასოკას ხო? ეხლა რუსებს მაგალითად უფრო გააგებინებ და აუხსნი ქართულ რაღაც მომენტებს კულტურულს ვიდრე ამერიკელს. ამერიკელს აბსოლუტურად არ აინტერესებს ეგ შენი ისა რა. სამწუხაროდ ეგრეა რა. ბოდიში გან ხო, ხო, არა ინტერესებს, არა, მე მგონია რომ რუსისთვის თითქოს იმდენად უცხო არ არის ეგ და უფრო მარტივად ხვდება რის თქმას ვცდილობთ ჩვენ რა და ამერიკელისთვის ანუ სულ სხვა მენტალობა აქვთ და ეს გეოპოლიტიკაც არ ესმით ხო ხვდები და აი ეს კულტურული ჯახი ჩვენს კულტურებს შორის და ჩვენს რეგიონში სად და რატო ხდება ეგეც არ ესმით და მაგიტომ აი თითქოს ნიადაგი თუ არ არის გამზადებული ხო აი საერთოდ გაუგებარი ამათვის რატო არის ეს პრინციპული ბრძოლა რატო არის მერაბი ემოციური და ასე შემდეგ ასე შემდეგ აი მერაბი როდესაც ამბობს პიოტრიანის ბრძოლის შემდეგ რო თქვა რა რომ ნახევრად ხუმრობით რა პიოტრთან რო წამეგო თავს მოვიკლავდიო რა ანუ ეგეც არ ესმით ეხლა რასაც ანუ ბოლო დღეებში Twitter-ზე ისევ ეს ვიდეო ტრიალებს რა და კომენტარებს ხო ხედავ და ანუ რეპოსტების და ანუ რასაც წერენ რა მაინც არ ესმით რას გულისხმობს მაგაში რა და ნუ გასაგებია ეგეც რა ანუ თუ კარგად ჩახედულები ისევ და ისევ არ არიან სამწუხაროდ ვერ გაიგებენ მაგას და ჯონ ვუდს მაგიტო დავუსვი ეგ კითხვა რა ისევ და ისევ ბრძოლაზეც ვილაპარაკეთ და რაღაც და პირდაპირ ვკითხე მეთქი აი შენ როგორც მერაბის მწვრთნელი მეთქი თუ თქვენ რავი ანუ ინგლისურსო ეგ აქვს რა you არის შენს და თქვენს და მან safe ხარ რა უსაფრთხოდ ხარ და რაღაც ანუ არავის შეურაცხყოფას არ მიაყენებ და რო ვკითხე ანუ თქვენი აზრით მეთქი ანუ რაღაც აი რა არის მით რა მაგიტომაც ვილაპარაკეთ ამაზე რა და მერე ვეცადე მაქსიმალურად Twitter-ზეც დავდეთ ეს ვიდეო და ყველგან რომ იქნებ მივიდეს ადრის ატამდე რა ეგ რომ მერაბს ალბათ ცოტა სხვანაირი თვალით უნდა შეხედონ რა ყველაზე მაგარი იყო, არ ვიცი იცი თუ არა გეცოდინება დარწმუნებული ვარ MMA roast-ი და არის Adam Hunter არის კომედიან და მაგას აქვს პოდკასტი და მაგარი ლეგენდა ხალხები იჩითება ხოლმე რა ანუ Wild West 90s fighters რა ხოაზე ხარ რა და მაგას მათქვეს რომ UFC 311-ზე ვიყავიო ფაფშიო რა და პირველად ნახე white on white race war რა და ვინ იყო აზე არ ვიყავიო რა ფაფახების ბრძოლა ეგ მაგარი იყო ძალიან მინდოდა იმი კაპლანთან გამეკეთებინა ზუსტად მაგაზე გამემახვილებინა მინდოდა გამეკეთებინა აქცენტი იმაზე რომ ორი ქამრიშის 4 კავკასიელი ბრძოდა ესეთი პატარა რეგიონიდან ამდენი მაგარი კონტენტერი რომ ეს ძალიან ცოტა აუხსნელი ფაქტია როგორ შეიძლება ასეთი პატარა რეგიონიდან ამდენი მაგარი მებრძოლი მოდიოდეს ასევე ის კულტურული მომენტები რატო აწვება იმას რომ დაღესტანელები არიან ესენი და რუსები მერაბი და ეგეთ რაღაცებზე მინდოდა მესაუბრა რა მაგრამ ემი კაპლანმა რაც მითხრა უბრალოდ ვერ შევეკამათე გამიგე და ეგრე არა მე კარგად ვიცი ეს ყველაფერი თუმცა ორჯერაა საქართველოში ნამყოფი და ყველა კი მაგის თქვა მინდოდა მაგრამ просто ვერ დავაინტერესებდო ჩვენ ამერიკელები ხო იცი ამერიკელების ამბავიო რა და აზრი არა აქვს რა ყველა დავხარჯავთ ჰაერსო რა და
მეთქი რა გითხრა, ოკეი? მართალი ხარ მეთქი რა. ალბათ ამერიკელსაც ბიჭო, გააჩნია, რავი. ისიც არ დავივიწყოთ რა, რომ ამერიკელებს აქვთ მართლა სულ სხვანაირი შეხედულება რა. ანუ ხო, შეიძლება ამერიკელი შეხვდეს უცხოელს და ერთი რაღაცა უშემატკივრობა დავამბობ. შეუძლიათ ამერიკელებზე ერთი რაღაცა ნებისმიერ დავამბობ. ქვეყნის წარმომადგენელს რა, დაჟე თვითონ ამერიკელების წინაშე რა. ეს უბრალოდ სხვათა შორის ის ძალიან რა ცუდი რაღაცა არ არის. ეგ არის პირიქით ძალიან მაგარი რაღაცა რა, ჩემი აზრით. უბრალოდ რა არ უყვართ ამერიკელებს ახლა მთელი უმეტესი ჩემი ცხოვრება აქ ვარ და ეს ერთი რაღაცა ზუსტად ჩემი აზრით ზუსტად შევამჩნიე რომ აა, თუ არ გეკითხებიან თვითონ არ დაინტერესდნენ პირველი თვითონ შენ თუ დაუწყე შეტენვა რაღაცა ინფორმაციის არ რეჯექტი აქვს მაგარი რა არ მიიღებენ რა და ეგრეა რა ძალიან ეგრეა ჩვენთვისაც უნდა რაღაცნაირი გზნობიარე თემა იყოს და თან მაგარი თემაა რეალურად ხო ახლა წარმოიდგინე ესეთი პატარა კავკასია ერთი ესეთი ქედი და ამდენი მხეცი იქიდან რა როგორ შეიძლება ამდენი ჩემპიონი ასე პატარა არიან ქვეყნები მილიარდობით ხალხი ცხოვრობს და 300 მილიონი 150 მილიონი ამერიკაში 300 მილიონი იქ 150 მთელი ჩინეთი მთელი ისა ამხელა საყავთ ხო რა ქვია მოსახლეობა ქვეყნებს და ჩვენ დაღესტანი 3.5 მილიონი საქართველოს 3.5 მილიონი იქ ჩეჩნეთი კიდე პატარა ვაკეთისა და მოდიან ერთი მეორეზე უფრო მაგარი მებრძოლები მაგრამ ნუ ამას ალბათ კიდე დრო ჭირდება რომ სწორად შევფუთოთ და მივიტანოთ მე მსოფლიომდე და რაც უფრო მეტად დავჭამთ ერთმანეთს უფრო მეტად გაგვიჭირდება ამის გატანა მსოფლიო ასპარეზზე რა და უფრო დაუფასებელი ვიქნებით ისევ ჩვენ რა თქმა უნდა. სხვათა შორის, ანუ ამერიკაში ვიყავი გაცვლითი პროგრამით მე რა და როდესაც ვემზადებოდი მაგ პროგრამისთვის ძალიან ბოდიში? ფლექსით იყავი? ხო, ხო. ეს ფლექსის პროდუქტი ვარ. რომელ წელს და სად იყავი? 2009-2010 მისისიპში ვიყავი, ერთი წელი ვიცხოვრე, ვისწავლე სკოლაში და რავი, დღემდე ჩემს ცხოვრების ყველაზე მაგარი გამოცდილებაა. უკარგესი ოჯახი მყავს, დღემდე ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. ჩვეულებრივი ოჯახური ურთიერთობა, დედას მამას ვეძახი, ჩემებს ეგ არანაირად არ წყინთ, ძმები და დები მყავს, ეგრეთ ვთქვათ, ძმა და დები ეგრეთ ვთქვათ. მაგის მერე ხშირად დავდივარ, რამდენიმე წელიწადში ერთხელ და იქაური დედა ჩემი საქართველოშიც არის ნამყოფი და უბრალოდ ახლა იქაური მამა ჩემიც უნდა ჩამოვიყვანო ყველა ვარიანტში რა და მაგრად ვეჭიდავები მაგაზე რა. შენ ფლექსზე იყავი? კი, მე ვიყავი 2004-ში მაშინ წამოვედი ზუსტად პირველად და ნუ მაკედან დაიწყო მე ანუ რეალურად გეგმა ის იყო რომ უნდა დამემთავრებინო, იმიტომ რომ კარგად ვსწავლობდი ინგლისურად, კარგად ვიცოდი რუსულიც, ესპანურიც ვიცი ცოტა, კარი მოსწავლე ვიყავი, ზოგადად კითხვა მიყვარდა რაღაცეები და ნუ MMA-ით მოვიწამლე რომ ჩამოვედი, მე ჭიდაობა დავიწყე სკოლაში და აღმოჩნდა რაღაც დონეზე უნარი ამ ყველაფრის და მე დანარჩენი უკვე Then he met me and it's all history. Button. ხო. უბრალოდ იმის თქმა მინდა და რომ ანუ აი რომიც ახლა დამეთანხმება, როდესაც ფლექსისთვის გამზადებენ, ხო, ანუ შენ ხარ რეალურად 15-16 წლის ბავშვი, რომელმაც უნდა გადავიდეს რაღაც, ანუ გადაფრინდეს პლანეტის მეორე მხარეს და მარტო მიცხოვროს აბსოლუტურად უცხო გარემოში ერთი წელი და რამენაირად ამ ყველაფერს უნდა გაუმკლავდე, ხო? და ნუ რაღაცნაირად გამზადებენ ამ ყველაფრისთვის. რომ ელემენტალური რაღაც უნარები გქონდეს სოციალიზაციის და ასე შემდეგ და აი ძალიან მომწონს ყოველთვის ერთი ფრაზა, ანუ not better not worse just different, რასაც ვამბობთ, ხო? არც უკეთესი, არც უარესია, რაღაც უბრალოდ განსხვავებული და კიდე კარგი ანალოგია აქვთ იმის სათვალეების რა, რომ ანუ შენი კულტურული სათვალეები გიკეთია, როდესაც ამერიკაში ჩადიხარ, ხო? მაგალითად არის ლურჯი ფერის რა და ამერიკელებს უკეთიათ იმათი კულტურული რაღაც ეს სათვალეები რომელიც არის ყვითელი ფერის. და შენ სანამ იქ ცხოვრობ რა, თითქოს იმასაც ირგებ ცოტა ხნით რა. და ანუ რაღაც ნაწილს ხედავ მწვანეთ რა, ანუ სადაც ორივე კულტურის თვალსაზრისით შეგიძლია შეხედო რაღაც საკითხებს და გაიაზრო რა. და მგონია რომ ანუ აი ეგეთი ადამიანები ვინც ვართ, ხო? აი შუალედში ვინც რაღაც კუთხით გვესმის ამერიკული კულტურის და რა თქმა უნდა გვესმის და გვემაყება ჩვენი კულტურა. აი მაქსიმალურად უნდა ვეცოდოთ ხოლმე რომ მარტივი ტერმინოლოგიით მაგალითად ავუხსნათ ამ ადამიანებს
ადამიანებს ისე და ისე ვისაც აინტერესებთ, ხო? მაგრამ ამი კაპლანს რეალურად იმაში ვერ დავეთანხმები, რომ ინტერესი არ არსებობს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიანაც არსებობს ინტერესი. მაგალითად, ანუ დაღესტნური სკოლა და ზოგადად ეს მებრძოლები რატომაც მოსწონთ, არის ეს დოკუმენტალურები და რაღაც ანუ ეს მასალები, რაც ხაბიბის გუნზე არის რა და ბევრს სწორად ეს ხიბლავს. ბევრს ხიბლავს მათი რაღაც იმიჯი, როგორც მებრძოლების, ხო? თუნდაც იმის, რომ რამადანის დროს ერთად არიან და ვარჯიშობენ მიუხედავად იმისა, რომ საკვებსა და სასმელს არ იღებენ, ხო? ეგეთი რაღაცები ამათ ძალიან ხიბლავთ რა რეალურად და შეფუთვაში არის საკითხი მგონი. მეც ეგრე ვფიქრობ, დაღან როგორც ვთქვი, ალბათ შესაფუთია სხვანაირად რა, თორე ინტერესის გამოწვევა შეიძლება ჩემი აზრით რა. უბრალოდ ხა ქალთან კამათი სექსისტობაში ნუ ჩამომართვა ძალიან მიჭირს მე პირადად რთულია ჩემთვის რა, ასე რომ მაგებ ხომ არგუმენტი. Welcome to Fight Hop Podcast, #1 chauvinistic podcast in the world. და მაგიტომაც ყავთ დიუდი, ხო? Yeah, I'm gonna cut that out. In fact, I'll cut this guy out if you want. All of him. You're listening to Fight Pod Georgia, weekly MMA podcast with the Cartuerians. მაინტერესებს ერთი რაღაცა ძალიან თუ გავს გეგმაში, ანუ შენ ახლა რასაც აკეთებ, მე მიწერებ მოწერილებშიც გითხარი შენ, რომ შენ ხარ ეს შენი პროფესია, კარგად წერ, ეს შენი საქმეა, გეხება კითხვების დასმაც. მე ახლა მქონდა ამ სულ ფაით ვიკებში ვარ, ამდენი მეგობრები მყავს, რომლებიც დიდ ორგანიზაციებში იბრძვიან და სულ არ იქა ყველა პიარის ხალხი გავიცანი და ყველას ვიცნო, რა ვიცი. შემიძლია ძალიან აი ხა ბელატორის რომელიმე აღმასრულებელს შემიძლია დაურეკო და ისა, მაგრამ ამას საბლატაოდ კი არ ვიზახი, რატო ვიზახი, ცი? და ახლოს ვარ მე უკვე ამ ხალხთან და კვირიდან კვირამდე რო ხვდები და ყოველდღიური ურთიერთობა გაქვს ერთი კვირის განმავლობაში. ეს კონფერენცია რაღაცა ყოფილა და უთქვამთ რომ რომეო მოდი დასვი კითხვა რა, თუ გინდა რაღაც შენი პოდკასტის სახელი და მე ყოველთვის მithქვამს რომ არა რა, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი საქმე. ეგეთი რაღაც რო გავაკეთო, მე იქ რო გავიდე, მიკროფონი დავიჭირო ხელში და დავსვა კითხვა, ვიქნები ჰიპოკრიტ, როგორ არის ქართულად. ანუ რაზეც ვაკრიტიკებ სხვას, რომ ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს და გავაკეთებ იმას მე იგივეს რა. იმიტომ არა ვარ მე ჟურნალისტი, არა ვარ მე არც მწერალი, არც ბლოგების წერა არ შემილია და არაფერი და არ არის ეს ჩემი საქმე, უნდა აკეთოს ვინც კი შეიძლება იმ წუთას კარგად გამომივიდეს, მაგრამ პრინციპშია საქმე. გამიგე? ეს რაც არ არის ჩემი საქმე და მოწოდება ის არ უნდა გავაკეთო. და ანუ ამ ხელა შესავალი რატო გავაკეთე ხარა? შენ მაგრად წერ ძალიან რა, ხო აი ამ ბლოგებს, რაღაცებს, სიტყვების მარაგის გაქვს იცი თანმიმდევრობა როგორ დაალაგო, რომ უფრო საინტერესო იყოს, ხო აქ ამას სპეციფიკას თავის მნიშვნელობა, ხო, დეტალებშია ყველა საქმეში. ესა რა, ეშმაგი მანდიმალება და თუ გაქვს მომავალში დაგეგმილი, აი შიგნით ქართულ MMA-ში, ქართულ დარბაზებში უფრო მეტად რო აი შეერიო და მაგეებზეც რო გააკეთო, ესეთი ვლოგები და გადაცემები და ასე შემდეგ რა. უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა ესეთი რა შეფასებისთვის და ანუ მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს ეგ ჩემთვის და სიტყვის მარაგზე რა გითხრა არ ვიცი, იმიტომ რომ რეალურად სანამ პოდკასტი დავიწყეთ, ნუ მაგაზეც ვისაუბრეთ ხო, რომ ანუ სულ რამდენიმე წელია რაც ქართული ვისწავლე ამ დონეზე, ეგრე ვთქვათ და ჟურნალისტი არ ვარ საერთოდ არანაირი განხრით და გაგებით, ანუ განათლებით, იმიტომ რომ განათლებით ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ეგრე ვთქვათ. კონცენტრაცია მქონდა შორეულ აღმოსავლეთზე, ანუ იაპონია, ჩინეთზე და ასე შემდეგ. ხო და მე გავხდი რაღაც მე მქონდა ცდილობა ამ ელექტრონული მუსიკის და მე ვიპოვე კოპირაიტინგი უბრალოდ და კოპირაიტინგმა რაღაც ანუ აი მაგან მასწავლო იდეაში რაღაც ალბათ ეს წერის რაღაც ასპექტები ხო და ისევ ანუ კლასიკური განათლება მაქვს თვალსაზრისით არ მაქვს არანაირი უბრალოდ რაღაცნაირად ანუ ჩემთვის ტექსტი არის ტექსტს აქვს რაღაც კონკრეტული რითმი რა და იქ ვხედავ რა ანუ და ვგრძნობ სად რა სიტყვა უნდა ჩავაკვე ხო ეგრე ვთქვათ რა რა შეგიძლია რასაც აკეთებ იმაში რომ მაგარი იყო და რომ შეგიძლია რა ეგ არის თავი უბრალოდ აი ერთადერთი იმაში შენ რაც ახსენე და რატო ვთქვი ეგ ყველაფერი რა არ მინდა სხვის
იმაში ჩავერიო და მე პირიქით ვთვლი რომ პირიქით რა ანუ ნაკლებად რაღაც ანუ არ გეწინააღმდეგები მაგრამ რას ვამბობ ანუ მე ვთვლი რომ ნებისმიერმა ჟურნალისტმა ვინც MMA-ზე წერს ну აუცილებელი მაინც და მაინც არ არის მაგრამ სასურველი არის რომ ერთ ვარჯიშზე მაინც ანუ მივიდნენ და ერთხელ რომ შემოუფრინდებათ რაღაცა რასაც აქამდე არ ელოდნენ მე მგონია რომ ამ მებრძოლებსაც ცოტა სხვანაირი კუთხით შეხედავენ ისევ და ისევ ანუ I'm not being judgmental მართლა ანუ I'm the last person რა ანუ ბოლო ადამიანი ვარ ვინც ვინმეს განსჭის რა მაგრამ აი არ მინდა რომ თუნდაც ჟურნალისტებმა შეგვიძლია ვიყოთ მიუკერძოებულები ხო შეგვიძლია რაც ნეიტრალურად შევხედოთ ამ სპორტსმენებს მაგრამ ემპათია არ უნდა დავკარგოთ ჩემი აზრით რა ხო და აი ამას ვისურვებდი მე უბრალოდ და რაც შეეხება შენს კითხვას და ამ გეგმებს და ასე შემდეგ ეს ყველაფერი და ჩემი პროექტის პრინციპში არის ჯერჯერობით ძალიან ახალგაზრდა ეგ რა თქვა ხომ არც ისე დიდი ხნის წინ დავიწყე, მაგრამ ნუ ეხლა YouTube-საც ვიპყრობთ ასე თუ ისე და ძალიან მინდა რაღაცნაირად ანუ უკეთესი ხარისხის, რაც თუნდაც live chat-ები და რაღაცა ის ვიდეოები გავაკეთო და აი მაგ თვალსაზრისით ერთადერთი ხო, იმიტომ რომ ის ანუ ჩემი მე აქამდე შეხება მქონდა სულ აუდიოსთან, ვიდეოსთან და ეგეთ გადაღებებთან ნაკლებად და ეგ რესურსი ცოტა მიჭირს რა მართლა. აი ეხლა აბუ-დაბიში რა ვიყავი ჩასული, ეგ იყო ფანტასტიკური გამოცდილება უბრალოდ, ну, პრობლემა იყო ის, რომ ტექნიკურად ძალიან გამიჭირდა რა და ძალიან სტრესული იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ბოლოს ისე მოხდა, რომ ოპერატორი ვერ წამოვიდა ჩემთან ერთად რა და ანუ ამ ყველაფრის ჩაწერა ერთდროულად რომ იწევდა და თან კითხვების დასმა და თან პრესკონფერენციის მოსმენა და თან წერა, აი ეს ყველაფერი პარალელურად, აი ძალიან ну, რთული იყო, ანუ არ ვამბობ არაფერს, უბრალოდ ну, ძალიან მაგარი იყო. ცალსახად და არ წუწუნებ არანაირად და რავი, ოღონდ ეგეთი შესაძლებლობები იყოს. მეორედ უკვე ისეთი მზადყოფნა შეიქნები, შენ თუნდაც გაგიკვირდება მე ზუსტად, ხო. ხო, იმიტომ რომ ეგ სპეციფიკა გესმის, ხო, უკვე რომ კითხვებს უნდა უსმინო, რომ მეორე, ანუ იმიტომ რომ შენამდე ხო ჯერ გვიან მოდის რა, ანუ მაგას ბევრი არიაზრებს მგონი რომ აი პრესკონფერენცია როდესაც იწყება, ან თუნდაც მედია დღე, ხო? რაღაც ანუ პირველ რიგებში ვინც ზის, აი MacLife, the MMA fighting, MMA mania, ანუ ეგეთი დიდი რაღაც გამომცემლობები, ხო? ეგენი სვამენ პირველ კითხვებს და შენამდე უკვე რაც მოდის, ანუ თითქმის ძალიან ცოტა არის დარჩენილი რეალურად სალაპარაკო და აი ეგ არის მთავარი სირთულე, რომ რაღაც ისეთი კითხვები უნდა დაუსვა საინტერესო, რაც აქამდე არ დასმულა, ხო? ხო და გეგმა არის ის, რომ კი აუცილებლად, იმიტომ რომ მე მართლა აი ყველაზე როგორც რავი გიომაც თქვა საათობით შეიძლება ამაზე საუბარი მართლა და მე მით უმეტეს ძალიან მიყვარს ანუ ჩვეულებრივ MMA მოყვარულებთანაც საუბარი და თუნდაც თქვენ ხო ვინც ამაში კარგად ერკვევა და თან აი მწვრთნელებთან და მებრძოლებთან კიდე ძალიან მიყვარს მწვრთნელებთან განსაკუთრებით იმიტომ რომ ესენი კიდე სხვანაირად უყურებენ ამ სპორტს რა აი თითქოს რაღაცნაირად სულ სხვა იმიტომ რომ ნუ მებრძოლებისგან განსხვავებით ვისი მენტალობაც მე ძალიან კარგად მესმის ნუ ან მინდა მჯეროდეს რომ ესმის მწვრთნელი კიდე ამ სპორტს ვაფშე სხვანაირად უყურებს, ხო? და თუნდაც მენეჯერი, ხო? ანუ რაღაც აი ეს მწვრთნელი არის რაღაც მებრძოლსა და მენეჯერის შორის რაღაც შუამავალი ლინკი და ასე განიხილავს რა. თითქოს ორივე მხარეს რა, ანუ ტექნიკურადაც განიხილავს სპორტს, მაგრამ თან რაღაცნაირად ანუ მომავალზეც ფიქრობს ეგრეთ თქვათ რა. თქვათ და აი ეგენი აი ეს ინტერვიუები და ამ თვალსაზრისით გაშუქება ძალიან მინდა, ხო, აი ყველაზე მთავარი ალბათ ეგ არის და სხვათა შორის აი ჯონ ვუდთან ინტერვიუ არის 1 საათიანი და მის მონტაჟსა და თარგმნას და რაღაცა შემოვაქტით მართლა რა, მაგრამ ანუ არაფერი არ მოგვიჭრია მაქედან ჩემი ბოდიალის გარდა, იმიტომ რომ კითხვებს ზოგჯერ გრძლად სვავ, იმიტომ რომ ანუ იმდენად ღირებული არის ჩემი აზრით ის რასაც ეს ადამიანი საუბრობს და მე რო ჩვენ შეგვიძლია ანუ ქართულ მაყურებლამდე ეგ მივუტანოთ ხო იმიტომ რომ ნუ ფაქტია ხო რომ ძალიან უცხოურ მედიასთან შედარებით ნაკლები წყარო წერს ხო რაღაც ანუ MMA-ზე საქართველოში ნუ ეგეც ბუნებრივია იმიტომ რომ ჩვენთან ეს სპორტი რაღაც თითქოს ახალგაზრდაა ჯერ კიდე მაგრამ ნუ მოკლედ ხო ანუ ეს არის პრიორიტეტი რომ რამენაირად გავიდე ამ ადამიანებზე რომ ისევ და ისევ შენ უკვე ყავს ეგ კონტაქტები მე ჯერჯერობით არა მაგრამ ნუ ვცდილობ რამენაირად ამ ადამიანებზე გავიდე ყველა იმას დაკავშირო არ არის პრობლემა რა მადლობა
კლუბის რა. და უბრალოდ რატო ვაწვევით იმე ქართულ აჯენდას და რატო ესა ეს ხალხი ახლა სპორტი არის პატარა ეს ჩხუბი არის ძალიან პატარა ფანჯარაა და ეს ბიჭები თვალსაჩინო რომ დაგვიბერდებიან და წავლენ სპორტიდან რა გამარჯვებებს რო გვაჩუქებენ და ყველაფერს და გაგვახარებენ მე და ყოველთვის უნდა ვიფიქროთ მომდენო თაობაზე მომდენო რო არ დავრჩეთ რო არ გარღვევა რო არ იმიტომ რომ კი ესენი ეხა არიან მაგრამ ხვალზე ვინც უნდა მოვიდეს იმას უკვე უნდა ვამზადებდეთ რა კი, კი, კი. ფათაშორის კი. მაგაზე თუნდაც დაიკითხა აი ვინც არიან UFC-ს გარეთ ეხლა და უკვე მალე უკვე საავადმყოფოდ უკვე უნდა მოუწიოთ აა შესვლა უკვე UFC-ში და მომდენო ქართული თაობა უნდა იყოს UFC-ში საქართველოსი მაქედან ვის ადევნებ თვალყურს ყველაზე მეტად ვის გამოარჩევდი შეიძლება გამორჩევა არ გინდა რომ ვიღაც არ გამორჩეს ვინმე რაწყენინო მაგრამ ნუ ზოგადად ეს მომდენო ესა რა და მე უკვე გიოს დაუთმობ ასპარეს რა იმიტომ რომ მოიწყო აა კი სავითა ბატონო. გიო ვის ვადევნებ და ანუ უმეტესწილად ალბათ ვცდილობ ყველას მივაქციო ყურადღება, ვინცასაც ცოტა შეიძლება ვთქვათ UFC-ში ჯერ არ არის, ხო, მაგრამ ნუ ესე დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებში ვინც იბრძვის, ხო? აქაც ვინც იბრძვის ლოკალურ შოუებში, GFC და ამ შემდეგ მაგასაც ვაშუქებთ. და შესაბამისად, ნუ აქედან დაწყებული რაღაცნაირად ვუყურებ უკვე ნელ-ნელა, მაგრამ გამორჩევით, ხო, არ ვიცი რამდენად, უბრალოდ ვისაც ვუყურებ და ვისაც ვადევნებ თვალს და ვისანაც რაღაც შეხება მქონდა, ყველა სასაცილო არის ის, რომ ჩემი პირველი, ну, სასაცილო რა, ესეც კურიოზია უფრო ვიდრე რაღაც ხახა სასაცილო. პირველი ჩემი ინტერვიუ ამ სფეროში და პირველი ესეთი დიდი სტატია, რომელიც დავწერე, იყო მათეს ანიკიძეზე, რომელიც იყო იმ დროს ოქტაგონში ჩემპიონი. Next Gen, ხო. და მათეს უწევდა ბრძოლა კეიტასთან რა. და მაშინ წონის კლება უკვე ქონდა დაწყებული და შემხვდა და მგონი 3 საათი ვალაპარაკეთ თუ რაღაც. ანუ აი ძალიან შევცხო მე საათს რო დავხედე რა რომ მეთქი ვაიმე დედა ანუ ადამიანს ოჯახი ყავს და რაღაც და ანუ წონის კლება აქვს დაწყებული და რაღაც 2 დღეში მიფრინავს და აქ დავსვი და ვაწვალებ ეგრე ვთქვათ ხო მაგრამ ნუ ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე მისგანაც თუნდაც ბენო ადამიანს აქვს ახლა ტიტულზე იბრძვის ოქტაგონში თებერვალში ამასაც ანუ ამ ბიჭებს რატო ვასახელებ იმიტომ რომ რეალურად მე ჩემპიონთა აკადემიაში დავდიოდი MMA-ზე და იქ ხვდებოდით ხო და მათ მწვრთნელსაც ვიცნობ ასე თუ ისე რატისაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და აქედან გამომდინარე ეგენი თითქოს უფრო მხდებიან თვალში რა თორე მე ძალიან ლევან ჩოხელიც ძალიან მომწონს და ვიცი რომ შემგონი ანუ საკმაოდ ახლოს ხარ ლევანთან ხო ჩემ სახში თავისი ოთახი აქვს ლევანს რა იცი ხო ზოგჯერ არაკაკუნებს ისე არც გნახავს ისე შემოდის და შედის პირდაპირ თავის ოთახში რა ლევანის და ზვიადიც ძალიან მაგარია. ლევანს ერთი ბრძოლა აქვს იმაში დარჩენილი PFL-ატორში. ლევანის სიტუაცია როგორ არის, იცი? კონტრაქტს გაუვიდა ვადა, მაგრამ ცოტა ჩვენი კონტრაქტები მაგას უყევს რამდენი ხანია, რომ შესაძლებელია ბევრი რაღაცები კონტრაქტებში. ანუ ბრძოლების რაოდენობა დარჩა ერთი, მაგრამ თვითონ ვადა კონტრაქტს ქრონოლოგიურად გაუვიდა რა. ანუ წესით უკვე უნდა გაუშვან თუ ანუ უბრალოდ მიდის აი ეს მოლაპარაკება back and forth მიდის აი ეს ჩალენჯი ახლა რომ გადავიდეთ მომდენო ჩაპტერზე იმიტომ რომ PFL-ში ბრძოლა ლევანს არ უნდა არ აქვს სული რა სადაც იმისა რომ $1,000,000 გრან-პრი შესთავაზეს უკვე სამჯერ უარი თქვა რა ამიტომ არ და უკვე აღარ არის მილიონიანი ახალი წლიდან შეიცვალა ხო უბრალოდ აღარც არის უკვე ახლა შეცვალეს და მაშინ ჯერ კიდე იყო მაგრამ გონებით როცა ხარ სხვაგან უნდა იყო ფიზიკურადაც იქ, როცა იბრძვი რა და ამიტომაც და უკვე სასურველია რომ აი დამთავრდეს ეს კონტრაქტის ჩახლართული სიტუაცია და გადავიდეთ მომდენო თავზე ცხოვრების და ნახოთ ალბათ დროა საჭირო და ყველაფერი ალბათ დაალაგდება ღმერთით რა ხო, დარწმუნებული ვარ, რავიან, ძალიან ნიჭიერი არის და ჯონიც მასზე ზოგადად ქართველებზე და გუნდზე ძალიან ისე თბილად ისაუბრა, ვიცი, ამირანიც ახლა იქ არის და მოკლედ ესეთი კარგად ვართ წარმოდგენილები. ამირანი ესაუბრე რამოდენიმეჯერ და რავი, ძალიან მაგრამ გულშემატკივრობ ამირანსაც თორნიკე ნაგლიაშვილი მალე აპირებს ასევე პროფესიონალებში გადმოსვლას თორნიკეც ძალიან მაღალი დონის გრეპლინგი აქვს ურაგანია რა პარტერში რა ეგენა ტორნადოა ეს რომ მოქრისა ეგეთია რა ძალიან მაგარია რა ვიცი ძალიან ბევრი კაი ბიჭები ყავს თავარი არის აქ
ყველაზე მეტად კიდე რა მომწონს და გიო, ბოდიში უცებ დავამთავრებ, აქ რო იკრიბებიან, ეთყობა ეს უცხო ქვეყნის ეფექტიცაა, რაღაცნაირად განსაკუთრებულად ერთად არიან ხოლმე მე რა და ძალიან მაგარია რა. George, Jora. What is it my turn to speak now? It is. მოვტეხეთ პონტიდან. მოკლედ არ ვიცი, ძალიან დიდი ხანი გამოგვივიდა რა და რაღაცები მინდოდა კიდე რომ აინტერესებს მაყურებელს და მეც რომ ანუ ნუ რა თქმა უნდა მერაბზე ვისაუბრეთ უკვე, მაგრამ რა უნდა იყოს შემდეგი და დიდი ხანი მოდი აღარ დაუთმოთ ამ თემას, უბრალოდ სახელებით თქვათ რა. და 3-2 ერთზე, სამივემ ერთად თქვათ გვარი win სურს რომ შეხვდეს მერაბი, okay? Are we good with that? Romy, you good? Very good. აი, მიდი მაშინ 3, 2, 1 ანტოჟა. ზეგი სხვა მიმართულებით წავედით, მაგრამ გიომ რა თქვა ვერ გავიგე ბოლომდე. ანტოჟაო გიო. მაშინ შენ რა თქვი ვერ გავიგე. კორი თქვი, სენტეგენ. კორი? ჩემი აზრით სანამ მერაბი დაისვენებს ახლა და ეკუთვნის მაგას დასვარდადეგები ახლა რამოდენიმე თვიანი კორი ერთ ხოს მოიგებს და უნდა ჩაუნიშნონ მე მაგასთან დუდი შენ რა თქვი? მე ვთქვი პიოტრიანი, მაგრამ შონომალიზეც ვარ თანახმა, მე ოღონდ შონომალის გამო არა, არამედ მერაბის გამო, იმიტომ რომ ეხლა ჩემპიონია pay-per-view-დან იღებს პროცენტს და ვფიქრობ, რომ მისთვის ფინანსურად ძალიან ხელსაყრელი ვარიანტია და თორე ისე არ დავობ იმაზე, რომ ანუ შონმა ობიექტურად ეს ბრძოლა არ იმსახურებს შონი, მაგრამ ამ ბრძოლას, მაგრამ ეგრე არც უმარი იმსახურებდა ობიექტურად და ბარე მერაბს რამე დარჩეს ამისგან. აი, მაშინ მეორე კითხვა შემდეგი ილიას ბრძოლა იქნება 155 პაუნდში თუ 145-ში შენი აზრით? ეგ რთული კითხვაა მართლა რა, იმიტომ რომ აი ეხლა იმდენი ჭორი მიდის მაგაზე და თან ვოლკანოვსკის მწვრთნელის ინტერვიუ ვნახე, ვოლკანოვსკის კი არა, CKB-ს, ანუ City Kickboxing-ის ზელანდიაში მწვრთნელი არის მაიკ ალგოვი, ხო, სტრაიკინგის, იზი ადესანია სტრაიკინგის მწვრთნელია და როდესაც კითხეს ვოლკანოვსკი ეხლა ხან იყო მან ჩასული რამდენიმე დღის წინ რა, კითხეს რა, რომ ანუ ვოლკთან რა სიტუაცია არის რა და თქვა ეგ რა, რომ ილიას ცოტა სხვა გეგმები აქვს ახლაო რა, ანუ აი ესე გამოუვიდა და ამავდროულად გესმის ჭორები, რომ 314-ზე ნიშნავენ მაიამიში, ხო ხდები რა და საბოლოო ჯამში მე კი მესმის, რომ ანუ UFC-ს ვინც და რაც და როგორ დასჭირდება იდეაში, ანუ ეგრე ჩასვავენ რა. ჩემი პირადი რაღაცის სურვილი არის, რომ მე ჯერ ილია მინდა 155-ში მართლა. რაოდენ მაგარიც არ უნდა იყოს ეს ორი კამრით ილიას დანახვა და რაღაც იმდენად ახალგაზრდა და იმდენად უკვე დიდი რაღაც სახელები აქვს ყავს დამარცხებული ხო ჟოზე ალდოს გარდა ფაქტობრივად რავი ანუ ყველა გოუთის ის სკალპი უკვე აქვს დაგროვილი თქვა I'm gonna keep this going fast we super კარგი რეზუმე აქვს ილიას თუ მერაბს მან ცალსახად კაი კითხვა ჩემთვის ცალსახად მერაბს უკეთეს რეზუმე აქვს მიხედავთ რომ ორივე მაგრები მეც დაგეთანხმები ანუ სუპთა ჩემპიონობის იმით რომ შევაფასოთ ანუ მერაბს 4 ჩემპიონი ყავს დამარცხებული ხო უბრალოდ ხო ნუ ილიას ის აქვს რომ გოუთები აქვს დამარცხებული როგორც არის ჰოლოვეი და ვოლკანოვსკი დიდ სურათში მერაბს უფრო აქვს მაგრამ 2Z მარტო ის ორი უეჭველი ილიას არის კი და არა მხოლოდ ამ ორ შორის ზოგადადაც რო შევადაროთ ერთადერთი ალბათ ჯონ ჯონსი შეიძლება ჯონ ჯონს ყავდა რამდენიმე ძალიან ისეთი სახელოვანი ჩემპიონი დამარცხებული. ჩემი აზრით ჯონ ჯონსი არის GOAT, no doubt about it, even still today რა და რაც არ უნდა თქვას ახლა მოიკანოს დამარცხების შემდეგ როგორ გახდა მახაჩევი GOAT-ი ეგ არ მესმის. No disrespect to მოიკანო, მაგრამ რამდენად შეცვალა ახლა Dana White-ის და მოკიდებულება. შენ pound for pound-ზე ამბობ. Pound for pound-ი გახდა ვიცი. Pound for pound-'s different, man. Sorry, I'm talking about the greatest of all time. That's what I'm talking about. But he said pound for pound, right? მაგრამ რატომ შეცვალა ახლა მართლა pound for pound-ში, რახან იმანი ჩხუბა და იმან არა? ანუ არ მესმის რა. ერთით მეტი ბრძოლა რო ქონდა, იმიტომ გახდა ახლა მოიკანოსთან.
I don't know man. არა, აქამდეც იყო ნომერ 1 მახაჩევი არა მე Dana მოიტანონდეც. White-ის მხრიდან ნუ ვიძახი, რომელიც ყოველთვის იძახდა, რომ John Jones-ი იყო GOAT-იო. და არავინ არ ეთანხმებოდა რახან pound for pound-ში მახაჩევი ეწერა pound for pound-ში რა და John Jones-ი იძახდა, ესა Dana White-ი იძახდა სულ რომ არ ვეთანხმებიო ამასო რა და მოიკანოს ბრძოლის შემდეგ თქვა რომ კიო, ეხლა მახაჩევი არის და მგონი რაღაცები ხდება სხვა რა. გინდა გითხრა რა ხდება? ასპინალი ხდება. უყურე ხო. ასპინალი ხდება, გაიგე? ეხლა უკვე ცოტა ჩამოწევს ქვემოთ, რომ ჯონ ჯონს ცოტა იგოზე დაარტყას, რომ ყველაზე ხარ ეს ყველა პირიქით მგონი ასპინალი და ჯონ ჯონსი რო არ ხდება, მაგიტომ თქვა. მაგიტომ ამბობს, ხო, რომ დათანხმდეს საბოლოო ჯამში. მაგიტომ. ანუ მე მახსოვს ის ბედნიერი დრო ხახნო, როდესაც დანა ვაიტი ამბობდა, რომ ფრენსის ნგანუს სტიპეზე რო გაიმარჯვა, დინამიკ თქვა რა, რომ ჯონ ჯონსის ადგილასო, ეხლა middleweights-ში ჩასვლაზე ვიფიქრებდი, ვიდრე heavyweight-ში ასვლაზე. ამიტომ დაინა ისე ჭრის და კერავს, როგორც promotions სჭირდება და როგორც სჭირდება მოლაპარაკებებს და ჰონორარებზე საუბრებს განსაკუთრებით. ამიტომ მექსიკონში რო იყოს განმარტება სიტყვა პრომოუტერის, ხო? ალბათ იქნებოდა პირველი მატყუარა. და მე It comes with the job. Bro, hold on. Let me get this moving fast like cuz we got too many topics and we already talked a lot. ანუ ეხა რა ხდება? შემდეგ January თებერვალში არის მაგარი კარტა, სადაც თოფურია დებიუტს გააკეთებს. ეს ერთი, მოდი აღნიშნოთ ისიც, რომ გიგა ჭიკაძესაც დანიშნული აქვს ეხა ბრძოლა და რომან დოლიძესაც დაენიშნა ბრძოლა ესა ვიტორისთან მეორე რა და რას ფიქრობ, ანუ როგორი წელი გვექნება და თუ ელოდები კიდე რამოდენიმე ქართველის დებიუტს და რაღაც ჯამში რა მოლოდინებები გვაქვს 2025-ში ქართულ MMA-ის UFC-ში. მოლოდინები მგონი უკვე ძალიან მაგარი უნდა გქონდეს, თან წელი ისე დაიწყო, ჩემთვის ფაქტობრივად წელი ისე დაიწყო, ისეთი გამარჯვებით დაიწყო, რომ მე მიდან ლაივიდან რო გამოვედით, დედაჩემს დაურეკე და უთხარი, რომ მეთქი შემიძლია უბრალოდ დღეს ამ სპორტიდან წავიდე. ესე I can hang up my gloves თქო და იმდენად პრინციპული ბრძოლა მოვიგეთ, რომ ჩემთვის უკვე წელიწადი მაგარია და წარმატებულია რა. ძალიან მინდოდა მართლა მე რაფს რო გაიმარჯვებინა, აი რავი რა, სიტყვებით აღუწერელია მართლა როგორ მინდოდა მაგ ბრძოლაში ჩვენი გამარჯვება. ალექსანდრეს დებიუტი ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ერთადერთი მგონია რომ ცოტა არ გაგვიმართლა ლოკაციის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა რომ მე ავსტრალიაში ჩასვლაზე ვოცნებობ, ანუ ფანტასტიკური ზელანდიაში ვარ ნამყოფი და ავსტრალია ამბობენ კიდე რაღაც კუთხით უფრო საკაიფოა და დიდი და რაღაც რა. და ანუ მაგ კუთხით ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გილასა, მაგრამ მესმის რომ weight cut-ის და აი დროების შეცვლის თვალსაზრისით რთულია რა ადაპტაცია, იმიტომ რომ ისე და ისე გავლილი მაქვს ყველაფერი და მე ბრძოლი არ ვარ და მე გამიჭირდა და როდესაც ბრძოლა გიწევს, მაგრამ ნუ როგორც ვიცი, ადრე ჩავიდნენ და უკვე ემზადებიან და აკლიმატიზაციას გადიან. მეტოქე ჩაგვეხსნა დღეს, მაგრამ უკვე ახალი მეტოქეც ვიპოვეთ, ანუ უნდა დაპირისპირებულიყო კოდი ჰადონთან და ეხლა იქნება კოლბი thickness-ი, არ ვიცი რამდენად სწორად გამოთქომ გვარს. კი. კარგი ბიჭია, როგორც მივხვდი, 7 გამარჯვება აქვს, ნახოთ რა, ანუ კარგად ჩაუჯდები მე მის ბრძოლებს და ვნახავ და ალექსანდრეზე რეალურად ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, იმიტომ რომ მსგავსი სტილი აქვს ილიასთან, რა თქმა უნდა და პლუს სტილებს და რაღაცებს თავი რო დავანებოთ, მე ის მაინტერესებს, აი მისი fight IQ-ს ნახვა ხო, იმიტომ რომ ვიცით რომ რეალურად ალექსანდრეს თავისი საკუთარი კარიერა რაღაც მომენტში პაუზაზე ჰქონდა დაყენებული, იმიტომ რომ ილიას ეხმარებოდა მომზადებაში, ხო და ბევრი ვერი აზრებს მგონი იმას, რომ რამდენად საკონზო რომ ილიას ჰაიკიკები ენახა, watch ალექსანდრე თოფურია რა. ზუსტად ხო და აი ალექსა უბრალოდ სანდროს რაღაცა ეს მიდგომა და თუნდაც მისი რაღაცა აი fight IQ და რაღაც ანუ მოკლედ ამის იმედზე ვართ და ზოგადად გვინდა ეს რაღაც ქართული დინასტია ამ სპორტში ძალიან გაასწორებ და განსაკუთრებით მგონი გვესმის ხო რომ მერაბი მაინც და მაინც უკვე რაღაც ანუ კარიერის პიკში არის მაგრამ რაღაც მომენტში ანუ საუკუნეები იქ არ დარჩება ხო და რაღაც მომენტში როდესაც უკვე მზად იქნება მერაბი მაგალითად
Pass the torch, ხო, ალექსანდრეზე ალბათ უკეთესი კანდიდატურა ვერ მოიპოვება. ეგ ხო, მე ძალიან მიხარია, რომ რომანმა მიიღო ვეტორისთან იმის, რა ქვია, რევანშის და რემატჩის შესაძლებლობა, იმიტომ რომ იმ ბრძოლაზე ძალიან გულნატკენი დავრჩი, მეგონა რომ რომანმა გაიმარჯვა, უბრალოდ, კრიტერიუმებს თუ გადავხედავთ რეალურად, რომანს უნდა აიღო მაშინ გამარჯვება, მაგრამ თან ბოლომდე რაღაცა, ალბათ გეგმა ან გეგმისგან გადახვევა იყო, არ ვიცი, მოკლედ. მგონია რომ მარტივად არა, მაგრამ მგონია რომ კარგად და დამაჯერებლად შეუძლია მარვინ ვეტორის დამარცხება და თან მარვინ ვეტორი მეშვიდე არის რეიტინგში. მიუხედავად იმისა, რომ წელიწად ნახევარზე მეტია, მგონია არ უჩხუბია რა. ვის იცნობს ამის თანას არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ეგ ამ მომენტში გვაწყობს, ხო, რომ რომანი არის, რომანს მხოლოდ შარშან აქვს ჩატარებული 3 ბრძოლა და არის მე-10 ადგილზე, ხო? და თუ ეხლა ვეტორის დაამარცხებს და მე ერთი მოგება და მე უკვე შეიძლება ძალიან ძალიან საინტერესოდ განვითარდეს სიტუაცია. განსხვავება ის არის, რომ ეს იქნება 5 რაუნდიანი ბრძოლა რა და იმ 3 რაუნდიანში მართლა ისეთი საფეცილება დაგჭა, რომ არ იყო ეს ბრძოლა დამთავრებული რა და ეს 5 რაუნდიანი უფრო საშუალებას მოგცემს, რომ ნახოთ მართლა ვინ არის ბოლომდე, გამარჯვებული ვინ იქნება რა 100%, ხო. და მგონია რომ რავი, პრინციპული მომენტიც უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ, რომელსაც უნდა რაღაცების დამტკიცება საკუთარი თავისთვისაც და მაყურებლისთვის ალბათ და სჯერა ალბათ, რომ ვეტორის დაამარცხებს და როგორც მივხვდი, თავადაც სურდა ეგ ბრძოლა და მე ძალიან მიხარია, რომ ის ბრძოლა რაც სურდა, ის მიიღო რეალურად, იმიტომ რომ იმსახურებს გადაარჩინა შარშან UFC ძალიან მაგრად UFC 303-ზე. ერთი კვირით ადრე ჩაფრინდა ამერიკაში სმითთან საჩხუბრად, ხო? Yeah. და გიგა არ დაგვავიწყდეს რა, გიგა არავითარ შემთხვევაში, კიდევ აქვს რა და ის მარცხი ვისთანაც ქონდა, ეგ არის ტოპ კონტენდერი დღესდღეობით რა და ძალიან ახლო ბრძოლა იყო და შეიძლება რომ ეს კაცი ჩემპიონი იყოს რა და მაგდონეზე არის გიგა რა, არნოლდ არლენთან ვიძახი, ბევრმა თქვა რომ მოუზარეულოები დაამარცხაო, ეხა მაგაზე ზუსტად ვერ გეტყვი, იმიტომ რომ არ მახსოვს ზუსტად რა, მე მგონი მართლა ეულოებს მივეცი ეგ ბრძოლა რა, მაგრამ ბევრს გონია რომ პირიქით არნოლდმა მოიგო რა, მაგრამ მისი პიკი ჯერ პიკში არის რა და მე მგონია რომ ბოლომდე ნათქვამი არ აქვს გიგას და მაგრამ ველოდები მაგის ბრძოლას. მე ტოკეზე ვერ გეტყვი, მგონი ტოპ კონტენდერი არ არის, მაგრამ ისეთი ადამიანი რომ მოგებებიდან მოდის და საჩუქარის სავით მისცეს გიგა რა, ეს სახელი და ეს ნომერი რა. და ჩვენ ვიცით ეგ ამბავი უმეტესწილად როგორ მთავრდება, როდესაც ქართველები საჩუქრად მიაქვთ ვიღაცებისთვის. სამიანი კამფეტებით ვართ. შეგენაც. არც ისე ხო. ხო, მართლა, ძალიან ცუდი საჩუქარი ვართ. ხო, რავი, გიგაზე მეც ძალიან გიგას ბრძოლები ძალიან მიყვარს და რაღაცნაირად ყოველთვის ძალიან დადებითად ვარ განწყობილი გიგას მიმართ, ზოგადად ქართველების მიმართ, მაგრამ აი გიგაც რაღაცა ძალიან მესიმპათიურება მიუხედავად იმისა, რომ ისევ პირადად არ ვიცნობ. და ხო, რავი, ერთადერთი ეს ტრავმა და მე გეთანხმები არნოლდ ალენთან ჩხუბზე. მე არნოლდ ალენსაც ძალიან მაღლა ვაფასებ, ეგრე ვთქვათ, ძალიან მომეწონა მისი ბრძოლა თუნდაც ჰოლოვეისთან. მოვსარზე დაგეთანხმები რაღაც კუთხით, იმიტომ რომ მოვსარს ისეთი სტილი აქვს რა, რთულია მოუგო ქულებით რა, რთულია. ხო და არნოლდთან გიგას გადასარევი ბრძოლა ჰქონდა და აი ის flying knee, ხო? აი იმ UFC ლონდონის კარდიდან, აი რავი, ყველაზე მაგარი კადრი იყო ჩემი აზრით, ხო? აი გიგას flying knee, რომელიც აი რამდენიმე სანტიმეტრით რო არ გაეწია არნოლდს, მან ნოკაუტი იქნებოდა. და ეგ იყო უკვე გვიან რაუნდებში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს უკვე ტრავმაც ჰქონდა მიღებული, ხო, საკმაოდ სერიოზული. ამიტომ ხო, მთლად ჩამოვწერთ რა ჯერჯერობით გიგა ჯეკაძეს. ანგარიშებიდან. Listen, we gotta have to let Dudi go at some point, Romy, okay? All right? როგორც იქნა გოგო მოვიდა ჩვენთან გადაცემაში. მე არცად მეჩქარება, ამიტომ რავი. მოვიტაცოთ. უბრალოდ მე ახლა თქვენ რო საუბრობდით, მე წარმოვიდგენდი, უყურებდი ჩემ თავში ბრძოლების განვითარებას და ყველაზე ნათლად წინასწარ ვხედავ რა უნდა გააკეთოს
რომანმა. ალბათ იმიტომ, რომ უკვე ნანახი მოებრძოლა მაგ ადამიანთან, ყველაზე ცნობილი მოწინააღმდეგე მაგას ყავს და რეალურად ყველაზე high profile ახლა ბრძოლა ეგ არის. ორი ტოპ 10-ის მებრძოლი ერთმანეთში იბრძოლებს რევანს და უმთავრებელი საქმეა გაგრძელება არის დაწყებული საქმის, დაწყებული ბრძოლის რა. და რა ვიცი, იმედია უეჭველი მივა ეს ბრძოლა კედლამდე. ჩემი აზრით რომამ არ უნდა შუთი ესა პარტერში არ უნდა შევიდეს ოქტაგონის ცენტრში არ არის მაგის ძლიერი მხარე, მაგრამ კედლამდე მიუვა ბრძოლა და კედელთან კონტროლი, სამი წერტილის გამყარება და ჩაყვანა მეთოდურად ძალიან რეალურია ვიტორისი და მე უკვე გრაუნდ ენდ ფაუნდი და მისი ჯანი რა. გადასარევი პროგნოზია. ვიტორის ისეთი თავი აქვს, არასდროს არ ყოფილა დაფინიშებული, ეგ არის რაღაც რატო წარმოუდგენელი. იცი? თუ ყველა თავში ურტყამს თან, ხბაში უნდა დაუმიზნო რა. იმხელა თავი აჰა. ვერაცილებენ რა. და თან ანუ ცოტა ის დინამიკაც უნდა ალბათ გავითვალისწინოთ, ანუ და ეს ტრაექტორია რა მომენტშიც ხდებიან, ხო? რომანსო ზედიზედ ორი გამარჯვება აქვს და ძალიან აქტიური 2024 წელი და მარვინ ვეტორი წელიწადნახევარი არ უჩხუბია რომანთან მოგების შემდეგ წააგო ბრძოლა კანონიერთან, ხო? და აი რა ფორმაში გამოვა, ეგეც საკითხავია, ხო? ამიტომ ეგეც შეიძლება ამანაც თავისი როლი რაღაც ითამაშოს. ისა ვიტორი ისეთ სიტუაციაში ამგონი რომ ცოტა რთული matchmaking-ი გამოდის, იმიტომ რომ ყველას ებრძოლა რა მართლა და იყო მისული რა ინდონეზე რომ აი ერთიც და ჩემპიონი იქნებოდა რა ეგ კაცი, მაგრამ აი ბოლოს ვერ გაიმარჯვა რა that final fight that would make him champion he could have been champ man. ადესანია შეხვდა ხო ტიტულზე გონი? აჰა. ხო. კიდე რა ბრძოლა მაინტერესებს იცი დუდი? What do you think about MVP versus Shara Bullet? ძალიან გამიკვირდა ზოგადად ამ ბრძოლის ჩანიშვნა სიმართლე გითხრა, ხო? იმიტომ რომ MVP არის welterweight-ი, ანუ ქვე საშუალო წონიდან ამოდის ახლა იმაში საშუალო წონაში რომ შარას დახვდეს და გამოცდილებით ყველანაირად, რა თქმა უნდა, MVP, ხო? ანუ სკი რაღაც ამ დონეზე ბევრად უფრო გამოცდილია თუნდაც ელიტარულ მებრძოლებთან და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ მგონია რომ შარასთვის მთლად ესე მოწმენდილ ცაზეც ეგ ბრძოლა არ მიუციათ და ამის უკან რაღაც გათვლა დგას, ხო? იმიტომ რომ ნუ ფაქტია რომ არ უნდათ ჯერჯერობით შარა შეახვედრონ ვინმე მოჭიდავეს. იმიტომ რომ სავარაუდოდ არ დასრულდება ეგ ამბავი კარგად. მაგრამ ნუ სანახაობრივი ბრძოლა იქნება, იმიტომ რომ აი MVP-ს და იმას იან გარისთან რაც ნახეთ, ხო, მგონი ამ შემთხვევაში ეგ არ გვემუქრება, იმიტომ რომ გარი მაინც არის ფრთხილი მებრძოლი და ამ ბრძოლაში ის ერთადერთი წუწუნი რაც შეგვეძლო გაგვეგო იყო ის, რომ საბოლოო ჯამში ორი მაღალი დონის სტრაიკერი როდესაც ხდება ერთმანეთს, ზოგჯერ ნამეტანი ფრთხილები არიან და ნუ იან გარი ზოგადად ეგეთი მებრძოლია და შარა ეგეთი ტიპი არ არის, ხო? პირიქით, ანუ შეტევებზე და ძალიან ისეთი აქტიური მებრძოლია და მგონია რომ აი ამ შანს რაღაცნაირად ძალიან ჩაიჭიდება, ხო, რომ აი ასეთი სახელოვანი მეტოქის დამარცხებაზე, ასეთ სახელოვან მეტოქეზე დამარცხება გამარჯვებებოდეში მოიპოვოს, ხო? ამიტომ მგონია რომ ყველა ვარიანტში ცოტა ფეერვერკებს ვნახავთ რა. და თან უკვე ამ შაბათ-კვირას არის ძალიან საინტერესო. მე სიმართლე გითხრა, შენ ახსენე ავსტრალიის კარდი, ხო? ავსტრალიის კარდი ჩემი აზრით ცოტა ანუ ჩამოუვარდება იმით ხარისხით, მიუხედავად იმისა, რომ pay-per-view არის, აი ამ შემდეგ ამ კვირის რაც fight nights. ხო. იმიტომ რავი. ერთი რაღაცა, რასაც დეინა ყოველთვის ამბობს სიმართლეს, არის ის, რომ ერთ-ერთი არის ის, რომ არავს არ განსაჯოთო წინასწარ, კარდი. ეგ 100%-ით ხო. არ არის გამორიცხული, ხო იცი რა, არ არის გამორიცხული, შეიძლება საგიჟეთი იყოს ავსტრალიაში და თან როცა UFC საზღვარგარეთ მიდის, ახლა ბოლოს ლონდონმა გამაკვირვა ძალიან უფრო მეც ველოდი, იმიტომ რომ ევროპაში და სხვა კონტინენტებზე ძალიან აი იშვიათად რომ მიდიან, ალბათ მაგიტო რაღაცნაირი აურაა და მაგარი ბრძოლებია სულ. თუმცა კი, საინტერესო ბრძოლაა ეგ ძალიან და ლონდონის შემთხვევაში დრომ იმას ქნა. აი დრო იყოს, მაგრამ ავსტრალიაშიც იგივეს აკეთებენ. მაგრამ ავსტრალიელები ისეთი გიჟები არიან, რომ ამათ ხელს არ შეუშლით რა. Trust me. There's no chance. კარგი იქნება. ვიტყოდი უცებ, რომ ჩემი აზრით ალექსანდრე როგორც martial artist-ი ილიაზე უფრო მაგარია, ჩემი აზრით. მაგრამ როგორც მებრძოლი, არ ვიცით ჯერ. არის თუ არა თავის. ზუსტად.
ზუსტად აი იმიტომ რომ ისევ და ისევ ძალიან ბევრი სხვადასხვა ფაქტორი არის და რასაც ვერ გათვლი, ანუ შეიძლება უკარგესი სკილები გქონდეს, მაგრამ რაღაცაში არ გაგიმართლოს და მოკლედ ანუ you never know, სანამ არ ვნახავთ ამ დონეზე, ისე წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ ისევ და ისევ რაც გაგვიგია ვარჯიშების და რაღაცების ისტორიები, ორი აზრი არ არსებობს, რომ უმაღლესი დონის უნარები აქვს ნამდვილად. ნამდვილად. I want to go to a fun question and we gotta wrap up, guys, man. Sure. Dudy, მუსიკა ახსენე და მინდა კითხო, ანუ შენ გამოდიხარ, what's your walkout song? Whoa. სხვათა შორის ამაზე ნაფიქრი მაქვს. Yep. უეჭველი ან მიუხედავად იმისა ძალიან მიყვარს ზოგადად ქართული მუსიკა, აი ძალიან მართლა ანუ აი მიუხედავად იმისა რომ ისო ქართველი არ ვარ, ძალიან ისეთი ემოციურია ჩემთვის. ქართველი ხარ, საიდან მოიტანე? ხო, ეთნიკურად. ხო, თორე ისევ საპატიო მეგრელი ვარ 100%. ხო და აი ნამეტანი ემოციური იქნებოდა ჩემთვის ქართულ მუსიკაზე გამოსვლა, მაგრამ გამოვიდოდი ან Witcher-ის რომელიმე საუნდტრეკზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფანი ვარ Witcher-ის, ან ვარდრუნას სიმღერებზე, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ვიკინგურია და საბრძოლო და აი ამაზე შევჯერდებოდი. ანუ შენ games-ზე ლაპარაკობ თუ იმაზე TV series? ყველაფერზე. არა, TV series არის an abomination and should never be. ანუ შენ gamer-ი ხარ ხო თუ? კი, ძალიან მიყვარს გეიმინგი. Witcher-ის აბსოლუტურად ყველა წიგნი მაქვს წაკითხული არაერთხელ და ზეპირად ვიცი გეტყვი. ანუ შეგიძლია გამაღვიძო და მკითხო რაღაც ნაწილის გასაგრძელებად, რაღაც მთხოვო ან გაგრძელება და ჩვეულებრივად გავაგრძელებ რა, იმიტომ რომ აი შეშლილი ფანი ვარ Witcher-ის. შენ მათე რო ახსენე რა, მათეც გეიმერი არის რა და კი. მათეს ვეუბნებოდი რომ Ghost of Tsushima არის მეთქი ყველაზე მაგარი თამაში მეთქი და მართლა დაევასა რა მათეს და ეხა ახალი გამოდის კი მეორე გამოდის ეხლა ხო ოღონ Ghost of Tsushima აღარ არის სხვა ქალაქში არის და სხვა პერიოდი არის Ghost of Yotei თუ ეგეთ დაახლოებით ეგრე ქვია რა ხო ეგ არ მითამაშე სიმართლე გითხრა მაგრამ რაც გამიგია ძალიან მაგარია ხო Yeah man it's awesome და მოკლედ მაგრა გამიხარდა შენი გაცნობა დუდი და რაც მე ბიყავს fight ოპერები ყველა ანუ არა მარტო მე ამაზე უკეთეს რას ვისურვებდი fight operi ეხა ვინც გვიყურებს ყველა შენი ძმა არის და შენთანავად და მოდი ისიც გავაკეთოთ და დაბრუნება ეპიზოდი ან შენთან ან რავი რა ნუ რა თქმა უნდა კიდე ბევრი კოლაბორაცია გვექნება ჩვენ რა უკველი უნდა ნებისმიერ დროს ხახნო მართლა ანუ ძალიან მიხარია პირიქით ძალიან ვისიამოვნე აი ვერც ვეგზანი დრო როგორ გავიდა მართლა და აი რავი ერთი სიამოვნებაა და მადლობა დაპატიჟებისთვის და მადლობა აბსოლუტურად ყველას ვინც ეს იდეა ჩააგდოთ თავდაპირველად ჩემთანაც კომენტარებში და თქვენთანაც რავი ანუ აი MVP არის ეს ხალხი და თქვენი მაყურებელიც რა მე ზოგადად მე მერიდება ხოლმე და ძალიან კარგი იქნა იმ ადამიანმა რომ დაგვაკავშირა ერთმანეთს და ძალიან კარგი იქნა და ეს იყოს მაგალითი აქედან მინდა მოვიკითხო გიორგი ბუჩუკური რომელიც ასევე გვეყოლება ძალიან მაგარი ძმაა სულ გვახსენებს სეტანტაზე თურმე მე სეტანტა არ მაქვს სამწუხაროდ და კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო იცო ბაბულაძეს გუშინელი გამარჯობა სულ რაღაც რამოდენიმე საათის წინ ჩამოვედი სახში და კიდე ემოციებში ვარ ყველაზე მაგარი ბრძოლა იყო იცოსი დაინგრა დარბაზი და დუდი რაც თავარია ძალიან გამიხარდა რომ შენ იყავი პირველი გოგონა ჩვენთან მაგრამ დღეიდან ჩვენი ძმა ხარ და ჩვენ 100%-ით ჩემ სახელი ხო იცი რას ნიშნავს Dude but for a girl. Oh, okay. No, აქედან მოდის რა. ისე სხვათა შორის ეგ ვერსიაც არსებობს ინგლისურად, მაგრამ დუდი ჯობია რა. ანუ ისა female dude გამოდის dudette. Bro, big female is არის რა ქვია, Big Lebowski არ გახნა ნახე, არ მითხრა ხა Big Lebowski არ მაქვს ნანახიო. ვიცი, the dude. და შენ ხარ გასა female version რა. Yes. ბიჭო შენ მარუანასაც ხო არ აბოლებს შემთხვევით, ამაზე ეთერის მიღმა. მოკლედ ხალხო უღრმესი მადლობა Fight Hop-ი დროებით გემშვიდობებით. აბა ჰე. მადლობა და კარგად. Peace, Dudy.